საღამო მშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ქართული ოცნება ვა-ბანკზე მიდის. მოქმედება, ასე ვთქვათ, ყველაფრის მოქმედება ყველაფრის ფასად, ასე შეიძლება შეფასდეს ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უფრო ზუსტად კი ხელისუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად. ქართული ოცნება მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არ ცნობს, არ აღიარებს და ანგარიშის გაწევას არ აპირებს. მოლოდინებს, რომელიც ხელისუფლებისგან გარკვეული უკანდახევის კომპრომისის მცდელობის სურვილს უკავშირდებოდა, კობახიძის ბრიფინგმა ფაქტობრივად ცივი წყალი გადაასხა. რა იქნება ამის შემდეგ? ყველას თავისი მოლოდინი აქვს. ოპოზიციას საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო სამართლის, მოდი ასე ვთქვათ, მკაცრი რეაგირების იმედი აქვს. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის მტკიცებულებებისგან დაცლილი ფარატინა ფურცლებია, რომელსაც იგივე ფასი აქვს მათთვის, რაც ევროპარლამენტის რიგით აგერ უკვე მე-7 რეზოლუციას. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ჯეოქეისის ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. 4 დღიანი ლოდინის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების საბოლოო პასუხი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის საკმაოდ მძიმე ანგარიშზე. აი, ძალიან საინტერესოა, ახლა რა იქნება უკვე აი ამ მოსკოვის მექანიზმზე ხელმომწერი, შეიძლება ასე ითქვას, ეუთოს 24 ქვეყნის პასუხი ქართულ ოცნებას. შეგვიძლია ამის პროგნოზირება გავაკეთოთ, ან პირდაპირ გამოვიცნოთ? პროგნოზირება ძალიან რთული არის, ვიცით რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა პასუხი შეიძლება, რა ღონისძიებები შეიძლება მოყვეს აი ამ ვითარებაში საქართველოში პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიის ასეთ სავალალო მდგომარეობას. დემოკრატიაზე ალბათ საუბარი ვერ იქნება ამ შემთხვევაში. ერთი რამდენიმე ასპექტი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ჩვენ დღეს მოვისმინეთ ქართული ოცნების პრემიერის გამოსვლა, რომელიც შემოიფარგლა სანახევროდ შეფასებებით, ნახევრად სიმართლით. აი ესე მაგალითად ეს აუცილებლად უნდა გავშალოთ ალბათ რამდენიმე წუთი დამჭირდება რომ კი ბატონო, შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ როგორი იყო რამდენიმე ასპექტში დაიწუნა ის შეფასება, რომელიც დაიდო მოსკოვის მექანიზმის შედეგად და ეხლა შეიძლება ყველა ესე ვთქვათ სრული ამონაკლები ვერ გავაკეთო, მაგრამ ასე მაგალითად მან თქვა ესეთი რამ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ამით მოიწონა თავი, მაგრამ მას რომ განევრცო და არ განავრცო ან კომპეტენციის დეფიციტის გამო, ან იმიტომ რომ ამჯობინა რომ ბოლომდე სიმართლე არ ეთქვა, შეიძლება არჩევნები იყოს კონკურენტული, მაგრამ კონკურენტული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს. კონკურენტული არჩევნები ნიშნავს საბაზისო საარჩევნო სტანდარტების დაკმაყოფილებას. ასე მაგალითად თვით სიტყვიდან გამომდინარე, რამდენი სუბიექტი იღებს მონაწილეობას, 1, 2 თუ მეტი, ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ქართული არჩევნები იყო კონკურენტული, მაგრამ რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები? სამართლიანი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ გარემო არის სამართლიანი, დაწყებული იმით, რომ მედიაზე წვდომა, არა ზეწოლა ამომრჩეველზე, არა ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე, როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, რამდენად ობიექტური არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორ მიდის ხმების დათვა, როგორი არის დავათა განხილვის წესი, ეს ყველაფერი ერთად აღებული არის სამართლიანი გარემო. ან ასე მაგალითად, როდესაც მან სხვა შორის არჩევნებთან დაკავშირებით კობახიძემ ასევე თქვა, რომ თუ კი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაცია, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მისია იყოს ჩართული და ასე ვთქვათ, გონივრილ ვადაში ეცნობოთ მათ არჩევნებზე დასწრების თაობაზე, ესეც არ წარმოადგენს ქართული ოცნებისთვის პრობლემას. ცხადია, მაგრამ აი ქალბატონებმა ხო ვამბობ, ესე იგი სამართლიანი არჩევნები არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების და ეს მხოლოდ მონიტორინგს და მხოლოდ ფიზიკურ დასწრებას არ ექვემდებარა, არგანიზომება, არამედ მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი კრიტერიუმებით განისაზღვრება არჩევნები არის თუ არა სამართლიანი. ამდენად პირველი დასკვნა, რომ კონკურენტული არ ნიშნავს მადამაინც სამართლიანს. სამართლიანი გაცილებით მაღალი ტესტი არის და ეს ჩამონათვალი, რომელიც გავაკეთეთ, სწორედ ეს არის მისი შინაარსი. ან მაგალითად ახლა, როდესაც ასე აპელირება ხდება, სწორედ აი ფობია, რომ ევროკავშირში გაერთიანება ნიშნავს, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
პრემიერი არ წავიდა იმაზე შოს, რომ ეთქვა, რომ ევროკავშირის 10 ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული არის. ანუ წარმოვიდგინოთ ესეთი ვითარება, რომ ჩვენ რომ გაგვეხსნა ევროკავშირთან მოლაპარაკება, თავისთავად ცხადია, ამა თუ იმ საკითხზე ჩვენ შეგვეძლო საჩვენოთ, ისე როგორც ჩვენს კულტურას, ჩვენს აღქმას შეეფერება, ისე გადაგვეთარგმნა ეგ საკითხი. ან მაგალითად, როდესაც საუბარი არის, რომ თქვათ იქ მართლმსაჯულებაზე, კანონების მიღებაზე, ხო, კანონების შემუშავებაში, რომელთა მიხედვით ჩატარდა არჩევნებიო, ოპოზიციაც იღებდა მონაწილეობას, ერთი არის კანონთა მიღება, მეორე არის კანონთა აღსრულება. მთელი რიგი საკითხებისა, სადაც ის სანახევროდ გაჩერდა თავის შეფასებებში და უფრო შორს არ წავიდა. მოლოდინი მაინც მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე არსებობდა იმ სამართალ დარღვევებზე რეაგირების მიმართ, რომელსაც მან რამდენიმე გადაცდომა უწოდა და თქვა, რომ ჩვენო ეს ასე ვთქვათ მიდგომა შევცვალეთ კიდეც შინაგან საქმეთა სამინისტროში. მან თქვა, რომ ვერ მოხერხდა სამწუხაროდ აი ამ ინციდენტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირება. ანუ ამან გააჩინა სწორედ მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ქართულ ოცნებას ახლა ყველა რეკომენდაციაში კომპრომისული ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. თუმცა ვნახეთ, რომ ამ ნაწილშიც იყო შეუვალი. საერთო ჯამში მაინც პასუხი არის მათი, საერთო პასუხი არა და არასდროს შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ამიტომ ახლა დეტალებში გაშლა, რა თქმა უნდა, ვერ დაიდენტიფიცირებ იმას, რაც არ ექვემდებარება იდენტიფიცირებას, მაგრამ თავარი თეზა, რაც მინდა გამოვიტანო, თქვენი გადაცემის მეშვეობით არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ საერთაშორისო მისიის შეფასება, თავარი შემფასებელი არის ქართველი ამორჩეველი. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ახლა პრემიერმაც გამოიყენა ეს ობიექტური, არაობიექტური, თავარია ჩვენ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. როგორი განცდა გვაქვს არჩევნებთან მიმართებაში? იყო ეს არჩევნები თუ იყო რაღაც სხვა? ამიტომ ამ ხრივ ჩვენი აღქმა, ჩვენი შეფასება გადამწყვეტი არის, უფრო მეტად კრიტიკული, ვიდრე ნებისმიერი შეფასება. ეხლა მე ისე არ მინდა რა ვთქვათ, აი პოპულისტურ ფრთას გამოვეხმაურო, მაგრამ ეს არის მთავარი არჩევნების ლეგიტიმაცია, განისაზღვრება ადგილზე საქართველოს ამორჩეველთა უმრავლესობის აღქმით. ამდენად რეალურად ჩვენ დღეს რაც ვიხილეთ, ეს არ არის მარტო დღევანდელი გადმოსახედიდან. თქვენ სხვა მოლოდინი გქონდათ, აი გულახდილად რომ მოლოდინი მე არ მაქვს დაახლოებით 2-3 წელია, რომ რაღაც განსხვავებული იქნება და რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ და სადამდეც მივიდა ევოლუცია, თუ ამას ევოლუცია შეიძლება, ხა ევოლუცია საერთოდ ზოგადად განვითარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მოდით ეს ვთქვა დეგრადირება. შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ ხელწერას დაუწუნო გეოპოლიტიკური გემოვნება, ვთქვათ, ეკონომიკური პოლიტიკის ხელწერა, ვთქვათ, ასე შემდეგ და ვთქვათ, ემოციური ინტელექტის არქონა, რაზედაც ხშირად ხაზგასმა გამიგეთებია თქვენი ეთერით, ქვეყნის ლიდერს ემოციური ინტელექტი უნდა ქონდეს კომპეტენციასთან ერთად, მაგრამ როდესაც ჩვენ ყველაფერთან ერთად უყურებთ მთავარ გამოწვევას, რასაც წააწყდა დღეს ქართული პოლიტიკური აზროვნება, ეს არის ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკა. და ჯანსაღ პოლიტიკას სჭირდება ჯანმრთელი პოლიტიკოსები. ჩვენ სამწუხაროდ დღეს ამ ევოლუციონირების თუ გაუკმართებული ევოლუციონირების კუთხით სწორედ აქამდე მივედით რა, რომ არა უკვე დოქტრინალურ, კონცეპტუალურ დოგმებზე გვაქვს უკვე პრეტენზია, არამედ ჯანმრთელობა, სიჯანსაღე უნდა შევიტანოთ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ავად არის დღეს ისე როგორც ქართული პოლიტიკა, ასევე გვაქვს, არ მივაყენებ არავის არ ვიცი. შეურაცხყოფას პერსონალურს, მაგრამ დღეს გვაქვს აი ამ არა ჯანმრთელ ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების დეფიციტი, ეს ეხება მხოლოდ ხელისუფლებას? არა, მოდით მე ამიტომ ავიღე კრებსითად, როცა ვთქვი, რომ ქართული პოლიტიკური აზრი, ჩვენ რეალურად ახლა ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე ვართ სხვა გამოწვევებთან ერთად ვართ ერთი გამოწვევის წინაშე. ჩამოვაყალიბოთ ჯანმრთელი პოლიტიკური კლასი, ჯანმრთელი, არა მარტო კომპეტენტური, არამედ ჯანმრთელი, საღი, ადეკვატური, რაციონალური, რომელიც უპასუხებს ქვეყნის არა მარტო სადღეისო გამოწვევებს, არამედ სახვალიო გამოწვევებსაც. ანუ ამოცანა სიმართლე რო გითხრათ, გაცილებით უფრო ფუნდამენტური არის მხოლოდ ერთი საარჩევნო ციკლი
ან ერთი კონკრეტული არჩევნები. ელიტა, კლასი, აზროვნება უნდა გამოიცვალოს. ამდენად აი ეს სიჯანსაღის საკითხი მე დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ ეს ზოგადად გამოწვევა არის ჩვენთვის და გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა არის. ერთი სიტყვით ეხლა თქვენ ეს არის დიაგნოზი, მაგრამ მკურნალობის მეთოდი და გზები, აი როგორ წარმოგიდგენთ, თუ ისევ წამოყვებით დაუშვათ აი ამ სამედიცინო ტერმინოლოგიით, აი ამ სიტუაციის შეფასებაში, იმიტომ რომ თქვენ თავად თქვით, რომ არასამართლიანი გარემო არის არჩევნების დროს თუ არჩევნების შემდეგ, აი ამ არასამართლიან გარემოში და არაჯანსაღ გარემოში როგორ წარმოგიდგენიათ ჯანსაღი პოლიტიკური კლასის ფორმირება. ესე იგი, მაინც შეფასებითი ნაწილი რომ ბოლოსკენ გავიყვანოთ, ბოლოში გავიყვანო. აი ჩვენ ვახსენეთ ეს ხაზი ქართული ოცნების, მართველი ელიტის, მართველი პარტიის. ორი ნიშნით შეიძლება, მთავარი ნიშნით შეიძლება დავახასიათო. ეს არის ქაოსი და ეს არის ექსტრემიზმი. აი ერთად აღებული ეს ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შტაბეშტილებას ვერ ახდენს. ეს არის ქაოსი და სხვათა შორის არის მართვის თეორიაში ესეთი მიდგომა, როგორც არის ქაოსის თეორია, მაგრამ ის ქაოსის თეორიაც თავისებურ გააზრებასა და კანონებს ექვემდებარება. ამათ პირობებში ქაოსი ექსტრემიზმთან შედარებით შერწყმით სხვა არაფერი არ არის თუ არა ქვეყანაში შფოთვის და მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ რეპუტაციული, ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრამვის მიყენება საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ქვეყანაზე. ხა რაც შეეხება გამოსავალი შეიძლება ძალიან რბილი ნათქვამი არის, მაგრამ მე ხშირად მithქვამს თქვენი ეთერის მეშვეობით, არაფერი პიროვნული, არაფერი პირადი, მაგრამ თუ ჩვენ ოპოზიციურ სპექტრს შევხედავთ, ალბათ ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა სპექტრმა უფრო მეტად უნდა გაიაზროს, რომ ახალი ძალების შემოდინება მათი მხრიდან ნაკლები ოპონირების, ნაკლები ობსტრუქციის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. ოპოზიციური სპექტრი არ უნდა გახდეს კონკრეტული აქტორების საჯილდაო ქვა. არამედ ეს უნდა გახდეს პოლიტიკური აზრის განახლებისა და მეთოდოლოგიის განახლების, ხელწერის, ახალი იდეების. ხანდახან და ესეთი ექსპერიმენტიც შეგვიძლია ჩავატაროთ. გააჩნია ვინ ამბობს და შეიძლება თქვენი ნათქვამი და ჩემი ნათქვამი იყოს აბსოლუტურად ერთგვაროვანი და სწორი, მაგრამ თვალს რო გავახელ, შეიძლება თქვენ ნათქვამს უფრო მეტი სარწმუნოება გქონდეს, იმიტომ რომ მეტი სანდოობა გქონდეთ, მეტი აღქმადობა გქონდეთ, მეტი მიმღებლობა გქონდეთ ოპოზიციის მხრიდან, მოსახლეობის მხრიდან და ამასაც არსებული სპექტრი ალბათ უნდა იაზრებდეს რა, რომ თუ ჩვენ მithქვამს ხშირად, არა ჩვენ თავს ვხედავთ პროცესში, არამედ პროცესს ვაყენებთ, როგორც წამყვანს და დომინანტს და გამსაზღვრელს, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ჩვენი ადგილი უნდა ვეძებოთ. და კიდევ ერთი არ მინდა ზედმეტ ორიგინალობაში ჩამეთვალოს. აი რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ პრესკონფერენცია დღევანდელი და სხვა გამოსვლები, რაც უკვე იქცა ფაქტიურად ეს შეჯიბრებითობა საკუთარ მოსახლეობაზე ამ ჰიბრიდული ომის წარმოების კუთხით თითქოს და რაღაც ქართულ ოცნებაში შიდა ჩემპიონატად იქცა. და რამდენიმე ყავს ჩვენ ლიდერი, ხო? აი რეიტინგები რო აწარმოოთ, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. ვინ არის ლიდერი? თქვენს რეიტინგებში ვინ არის ლიდერი ამ თვალსაზრისით? რა მშრომლობა აქვს, რა მშრომლობა აქვს? პაპუაშვილი მაგალითად. რა ჩვენ ხო ვიცით რამდენიმე ხო ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს და ეს ურთიერთგაკვირვება არ თავდება. მე მაინც აი გახსოვთ მე ერთხელ თქვენი ეთერის მეშვეობით გავაკეთე მიმართვა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მე არ ვიცი შიგნით რა ხდება. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თუ სადმე რაციონალიზმის მარცვალი ვინმე შერჩა იმ უნიკალური წესდების მეშვეობით, რაც ქართულ ოცნებას გააჩნია და იქ ჩანაწერი არის, რომ საპატიო თავმჯდომარეს აქვს საკადრო საკითხთან მიმართებაში ერთადერთი ექსკლუზიური გადაწყვეტილება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება დროსთან შესატყვისი. რა რეორგანიზაცია ჩაატაროს მთავრობაში, ანუ პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი პირების დიდი წმენდა ჩაატაროს, შეიძლება ასე ითქვას. გადაახალისოს საკადრო პოლიტიკა, განაწესოს ახალი პრემიერი, რომელიც ქვეყანას შეამზადებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისათვის. სხვაგვარად, აი თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქუჩა ყოველთვის ომხრივი მოძრაობის არის და ჩვენ გარკვეულად ოპოზიციურ სპექტრს დავუწუნეთ რაღაც მიდგომები და მოუწოდეთ, რომ ესე იგი პროცესი დააყენონ გამსაზღვრელად და არა მათი როლი და მათი ფიგურა და მათი პერსონალიები,
ასევე ქართულ ოცნებასაც ჩვენ უნდა ვუთხრათ და ამ შემთხვევაში ეს მოწოდება სწორედ მაგას ემსახურება რა, რომ მანამ სანამ ჩვენ საბოლოოდ არ გადავეჩეხეთ ისეთ ქაოსში და ისეთ მდგომარეობაში, რომლიდანაც ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება, ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებათაგანი, რომელიც ამ დაპირისპირების განმუხტვას ხელს შეუწყობს. თორემ ჩვენ კიდევ ერთი რაც შეიძლება ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არაპოპულარული იყოს. იცით, ქვეყნის სოციალური ფაქტურა და პოლიტიკური ფაქტურა ისეთი არის, რომ ჩვენ ვერცერთ მხარეს ვერ ჩავრეცხავთ. ორივე მხარე თუ სამი თუ ოთხი უნდა იყოს დღევანდელობისა და ხვალინდელობის თანაბარი თანამონაწილე. ამიტომ ეს მოძრაობა კონსტრუქტივიზმისკენ უნდა იყოს ყველა შესაძლო მიმართულებით. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ თავს ვერ დავდებ, როგორი არის ადეკვატურობის აღქმა გუნდის შიგნით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რომ საკადრო ცვლილება პრემიერის დონეზე შედარებითი გაჯანსაღება, ამაზე ძალიან მსვლად ვისაუბრეთ, დობის დაბრუნება არაპოლიტიკური გუნდის მიმართ, არამედ საარჩევნო პროცესის მიმართ და მაგრამ პრემიერის კანდიდატურაც ისეთი უნდა იყოს, რომ დობას აღწევდეს მეტნაკლებად ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველში. საკადრო ცვლილებების მიზანი იქნება დეკლარირებული, რომ ამით მზადდება ნიადაგი ქვეყანაში სამართლიანი, არა მარტო კონკურენტული, არამედ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელ არჩევნების შესატარებლად თქვენ მე მკითხეთ გზებზე და საშუალებებს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ, როგორც ჯგუფის სახელით, პირადად ჩემის სახელით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზია რაციონალიზმზე, კონსტრუქტივიზმზე, აი ეს მოწოდება გვინდა გავაჟღეროთ ორივე მიმართულებით, მათ შორის ქართული ოცნების მიმართულებით, მათ შორის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიმართულებით. სხვაგვარად ჩაცურება კრიზისში იქნება გარდუვალი. ხო და რა გამარჯვებული კრიზისში ჩაცურების შემთხვევაში გამარჯვებული აღარ იქნება. კი ბატონო, ნახეთ, მეც მქონდა, მოდი გულახდილად ვიტყვი, მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს გარკვეულწილად კომპრომისული გადაწყვეტილებით უპასუხებდა. მეც გამიცრუვდა ეს იმედები, მაგრამ ასეთი ხისტი, შეუვალი პოზიცია და პასუხი, როგორც ჩანს, რაღაცას ეფუძნება მათი მხრიდან. აი როგორ ფიქრობთ, რისი იმედი აქვთ, როდესაც აი ასეთ ვაბანკზე მიდიან და სხვა შორის დღეს რომ დავწერე, მე მოვისმინე, რომ თითქმის ყველას ეს შეფასებები ქონდა და შეგნებულად აღარ შევცვალე მიუხედავად იმისა, რომ გამეორება გამომდიოდა, მაგრამ ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ, რატომ მიდიან აი ესე გამიზნულად ვაბანკზე თუ ზურგს სხვა რამე არ უმაგრებთ და რამდენჯერ მეახსენეთ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ანუ პრემიერის დონეზე არ შეიცვალა ქვეყანაში მმართველობა, რომელიც მიიყვანს საქართველოს სამართლიან არჩევნებამდე და თავად არჩევნები გადაწყვეტს შემდეგ უკვე ქვეყნის მმართველობის ბედს, ქაოსი დაიწყებაო, ღრმა კრიზისში შევალთ. როგორ წარმოგიდგენიათ რეალურად ეს კრიზისი? თქვენ იკითხეთ რა არის ახსნა ამ ერთგვარი შეუქცევადობის, როცა თქვენ აღნიშნეთ. მე ძალიან მიჭირს იმედებზე საუბარი, მაგრამ მე შეიძლება დაახლოებით წარმოდგენა ვიქონიო რა ამოძრავებს ამ მექანიზმს ასე შეუვალი, ასეთი შეუქცევადი რეჟიმით. შეიძლება იყოს შიდა ურთიერთვალდებულებები, რომელთაც ახსნა შეიძლება უჭირთ სისტემის მესვეურებს, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის მეტად უცნაური სისტემა, ეს არ არის მხოლოდ ეს არის დოქტრინალური ერთობა, ეს არის იდეოლოგიური ერთობა, ეს არის აღებმიცემობაზე დაფუძნებული ერთობა და აქედან გამომდინარე, იცით, ყველა რაღაცას თქვა აი ამ ძაფებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და შეიძლება ეს ამ მექანიზმს სწორედ თავისი ლოგიკა ჰქონდეს, რომ ამოძრავებს, ამუშავებს, წინ მიათრევს, თუ არ ამოძრავებს, მიათრევს მაინც და აი ამ პირობებში რომელიმე ერთი ინდივიდისგან ან ჯგუფისგან რაღაც ეს თქვა შეძახილი ჰეი ასე არ შეიძლება, ალბათ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ეს მთელ ამ ურთიერთვალდებულებების სისტემას არღვევს. ამიტომაც ის მოწოდება, რაც მე გავახმოვან, ეხა შეიძლება ვინმე თქვას, რომ შენ თავის საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ეს სისტემა ხო მესვეურის, კონკრეტული მესვეურისა და ფუძემდებლის მიერ შექმნილი არის. კი ბატონო. შესაძლებელი არის, კი ბატონო, ასე არის, მაგრამ ნუ მისი გადაწყობა
შეიძლება ისევ იმ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე გადიოდეს. ყოველ შემთხვევაში ასეთი არის ჩემი სურვილი. ასეთი არის ჩემი დაშვება, რომ ჩვენ რაღაცნაირად აიცით, ამ კონიუნქტურულ ინტერესებზე უფრო მაღლა დავდგეთ და სახელმწიფო დავაყენოთ პარტიაზე უფრო მაღლა, სახელმწიფო დავაყენოთ კლანურ ინტერესებზე უფრო მაღლა, სახელმწიფო დავაყენოთ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე უფრო მაღლა და ვიცით რა ქართული ოცნების ბუნება, რომელიც არ არის მხოლოდ ერთპარტიული მექანიზმი, არამედ ეს არის სხვადასხვა ნაერთთა ინტერესი, ამიტომაც კიდევ ერთხელ მე თავისუფლება მივეცი, რომ შეიძლება აბსოლუტურად როგორც ხმად მღაღადებლის საუდაბნოს საშინა, მაგრამ ჩავებღაუჭო ამ კონსტრუქტივიზმის ძალიან ფერმკრთალ ნიშანს ვეც და გავაკეთო ის მოწოდება, რაც გავაკეთე. მეორე საკითხი არის რა მექანიზმები განაპირობებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს ქვეყნის გარედან. ეს კიდევ უფრო დიდი თემა არის. ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან რთულია სპეკულირება, ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ ქართული ეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური არ არის, არამედ ნახევრად კრიმინალური არის, ნახევრად, რა ვიცი, ყველა გაგების დაერთებული არის რაღაცა დიდს. ყოველ შემთხვევაში მე ამის გასამყარებლად, ამაზის გასამყარებლად კონკრეტული მტკიცებულება არ მინახავს, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ ზონაში, რასაც პოსტსაბჭოური ზონა ქვია, რომ მიდის გარკვეული გადალაგებები, მიდის გარკვეული შემზადება და ესეც პირველი ჯერი არ არის, როცა მე ამას ვამბობ, რომ ასე თუ ისე ევრაზიის კონტინენტზე მოხდება ახალი გაყოფა. გაყოფა მოხდება ზონათა გავლენის ზონების მიხედვით. ეს ტერმინიც ბევრს არ მოწონს ქართულ სივრცეში, მაგრამ ჩვენ არ ერთ სფეროში უნდა მოხვდეთ, ან მეორე სფეროში უნდა მოხვდეთ. შესაბამისად ის პროცესები, რაც მიდის საქართველოში, ხომ არ ისახავს მიზნად იმ დიდი სისტემის გადმოსახედიდან. ნიადაგის შემზადებას იმგვარად, რომ ასეთი ახალი გამყოფი ზონის შემთხვევაში ჩვენ მათთვის ასუველ გავლენის სფეროში მოვექცეთ. ამიტომაც მათთვის ჩრდილოეთს გულისხმობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხედავთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობები ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა ხიდს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ ვწვავთ. ამიტომ ესე იგი ეს შეუვალობა, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, სხვა გამოვლინებები არა კონსტრუქტივიზმის, არა რაციონალიზმის, თავარ მიზეზად ალბათ მიზნად ისახავს, რომ ჩვენ გადავღალოთ საკუთარი თავით ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ მათ ვათქმევინოთ და ხანდახან ასე მგონია, რომ ბევრიც არაკლიათ რა, რომ საქართველო არის უპერსპექტივო ქვეყანა, უპერსპექტივო кейსი, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავეხსნათ ჩვენ მეტი ჩვენი რესურსი, პოლიტიკური, მორალური, ემოციური, ფინანსური, ამ უპერსპექტივ უიმედო кейს არ უნდა მოვახმაროთ. ხო, მაგრამ აი შეფასებების საქმეში როგორ შეიძლება გამოიხატოს იგივე ევროკავშირის მხრიდან, ანუ გაუქმონ საქართველოს მოსახლეობას უვიზო რეჟიმი, გააუქმონ ასოცირების ხელშეკრულება, ჩამოართვან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. აი რაში შეიძლება ეს ყველაფერი გამოიხატოს? ჩემი აზრით ევროკავშირი მიმართავს იყენებს ყველა ღონისძიებას, რაც მის ხელთ არის. გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ თქმულა, რომ ევროკავშირი არის ძალიან თავისებური წარმონაქმნი, სადაც პრინციპული მაღალი თამასის გადაწყვეტილებები მიიღება ერთ ხმად. ამიტომ ბუნებრივია ევროკავშირს აქვს თავისი საზღვრები, მაგრამ როდესაც ჩვენ ზოგადად დასავლურ ნორმატივისტულ ბანაკზე ვსაუბრობთ, ალბათ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის გადამწყვეტი და პრინციპული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ალბათ ამ ხრივ ჩვენ უნდა ველოდოთ იმედია ჩვენთვის უფრო მეტ სასიამოვნო სიურპრიზ, იმედია ეს დაშვება არის და მართველი პარტიისათვის უსიამოვნო სიურპრიზებს. ჩვენ მოვისმინეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ შეერთებულმა შტატებმა თქვა და განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან აღადგინონ დიალოგი თუ კომუნიკაცია, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა გარკვეული პირობების გათვალისწინების შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის, რა პირობებზე არის საუბარი, რაზე ხდება აქცენტირება, ალბათ ეს პირობები ბოლომდე მისაღები არ არის, თორე ამდენი ხანი ქართული ოცნება ალბათ სიამოვნებით დათანხმდებოდა ამ პირობების შესრულებას და რახან დღემდე ესე ვთქვათ პროგრესი არ არის ამ ხრივ, ესე იგი იმ პირობებში რაღაც არის ისეთი. და მაშინ თუ იმ პირობებში არის რაღაც მიუღებელი და ამ პირობების მიუღებლობას რა მოქმედება შეიძლება მოყვეს, რა რეაგირება შეიძლება მოყვეს, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ არის შეკითხვა
ამჟამინდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციისადმი, რომელიც თავისთავად თავის ხელწერაში არ გამოირჩევა დიდი პროგნოზირებადობით, არ გამოირჩევა დიდი სტაბილურობით. მე პირადად არასდროს არ მაქვს ეს თქვა 100%-იანი განცდა დამაჯერებლობისა, რომ ASS იქნება და სხვაგვარად არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ რაიმე მიმართულებიდან ველოდებით სასიკეთო გავლენას ქართულში და პოლიტიკურ პროცესზე, ეს მეტწილად არის ალბათ შეერთებული შტატების მხრიდან, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან. ხო, რა შეიძლება იყოს ეს შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ განცხადებები, სანქციები, ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს, მათ შორის ამერიკისგან. მესმის, რომ ახალ ადმინისტრაციას ჯერ ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, მიყვება იმ პოლიტიკას, რაც ძველი ადმინისტრაციისგან დარჩა და თავისი სახელით, თავისი საავტორო მსგავსი განცხადება არ გავრცელებია მსგავსი სიხისტის, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მძიმე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც აქამდე არ გვინახავს და რაც რეალურ ცვლილებებს მოიტანს ქართულ პოლიტიკაში. მოდი ჩვენ ამაზე განვავრცობთ ერთი უბრალო მიზეზის გამო, არა იმიტომ, რომ ეხლა ჩვენ კობახიძის ვერსიით ქართველი ზინოვიევ კამენსკები და ტროცკისტები გავხდეთ, ესე თქვა კოლექტიური ცნება ხო, ქართული აგენტურის ხო, ასე თქვა რაზედაც არაერთის საუბრობს ქართული ოცნების პრემიერი, რაც ჩემი აზრით კიდევ ერთხელ მომბოლ საკმაოდ მიუღებელი ლექსიკა არის ადამიანისგან, რომელიც ქვეყნის ლიდერობას იშენებს, ამიტომაც მე კიდევ ერთხელ ხას გაუსვამ, რომ არა მარტო კომპეტენციის ნაკლებობას, არამედ ჩვენ სიჯანსაღის დეფიციტანაც გვაქვს საქმე. მე ასე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესურსი ძირითადად უნდა გამოიყენებოდეს 7 სტრატეგიული კომუნიკაციების არხების გამოყენებით. რა შეიძლება იყოს, რაზე შეიძლება იყოს მინიშნება პოლიტიკურ ფორმებზე, ფინანსურზე, სხვაზე თუ სამართლებრივზე, მოდით ამაზე ახლა ჩვენ ვიმჟელებთ. ამაზე მით უმეტეს შემთთვის უსიამოვნო არის მსჯელობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ გარდა პოლიტიკური პარტიისა, ჩვენ მაინც ასე თუ ისე ვსაუბრობთ მმართველ პარტიაზე, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას ქვეყნის გარეთ, ამიტომ ჩვენ უნებლიეთ ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას ვეხებით, ამიტომ ამ შემთხვევაში უფლებას მივცემ და თვითცენზურას დაუწესებ საკუთარ თავს და არ განვავრცობ, მაგრამ რესურსები, რომ შენი გზავნილი მიიტანო ოპონენტამდე, ან საუბრის თანამონაწილემდე, ამ ქვეყანას ისტორიულად აქვს, მხედველობაში მაქვს შეერთებული შტატები, ისტორიულად რესურსიც მოეპოვება, პოლიტიკური ნების გატარების საშუალებებიც და მე ასე მგონია, რომ თუნდაც ეს სხვადასხვა ვიზიტები, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ, ქართული ოცნების მხრიდან ძალიან ვთქვათ ეგზოტიკურ ფორუმებზე დასწრებისა, შეხვედრების ორგანიზებისა, სწორედ ამავე დროს მცდელობა იყო ასეთი კომუნიკაციების აღდგენის, მაგრამ არა ნორმალური გასაგები ორხრივობის თარგზე დაფუძნებული კომუნიკაციის, არამედ ისე როგორც მათ მიაჩნიათ. დღეს მე მგონი კობახიძემ ახსენა, რომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამდენი ხანიო, მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იგვიანებს მზაობა პოლიტიკის გადატვირთვის თაობაზე. ეს რა თქმა უნდა. ხომ უნდა გავიგოთ, როგორც ერთგვარი მინიშნება თუ რა პასუხს ელოდება ქართული ოცნება მათგან. ჩვენ ობიექტურები რომ ვიყოთ, აქ ორი მიზეზი არის. პირველი ალბათ ეს არის დამოკიდებულება, მეორე არის ალბათ ის ბიუროკრატიული გამოწვევები, დელიკატურად ვიტყვი, რაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას აქვს, ასე მაგალითად დღემდე არ არის კონკრეტული, როგორც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არის კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოსი. არადა წელიწადზე მეტი გავიდა პრაქტიკულად, რაც ტრამპი ხელმეორედ გაპრეზიდენტა. ასეთი პოლიტიკის დოკუმენტი არ არის, ჯერჯერობით ასეთი ეს ვთქვათ მწყობრი მიდგომა არ არსებობს. ისევე როგორც მარტო საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ახლა ვიქნებით ძალიან ეს ვთქვათ თვითკრიტიკულები, ამ შემთხვევაში ცოტათი ოცნებასაც გამოვესაჩვით იმ ხრივ, რომ არაერთი დიპლომატიური პოსტი გლობალურად, არაერთი ვთქვათ საკადრო გადაწყვეტილება დღესაც შეერთებულ შტატებს მიღებული არ აქვს. ამიტომ ეს ჩვენ ამ ხრივ მადამაინც თავს დავიმათრახებთ და მეორე მხარეც დავინახოთ. თუმცა არის რა თქმა უნდა ის პირველი ელემენტიც, რაც ჩვენ თქვით, რომ ერთი მიმართვა, მეორე მიმართვა გაბუტული ბავშვის ტონით თუ არაგაბუტული ბავშვის ტონით, მაშინ როცა ამან რეაგირება ვერ დაიმსახურა, რა თქმა უნდა,
ჩვენ რეალურად ხედავთ აი ვთქვათ აი ემოციური აშლილობის ახალ ტალღას, რაც ჩვენ მივაწერეთ სწორედ ორ მთავარ ელემენტს: ქაოსი, დაბნეულობა და ექსტრემისტული ტონალობის მაქსიმალური მატება, როცა შენ ფაქტიურად საკუთარ მოსახლეობას აწარმოებ ჰიბრიდულობს და ქვეყანას აქცევ მძევლად გარე სამყაროსთან ურთიერთობებში. ერთი საკითხიც ჩვენ ვნახეთ რა გამოხმაურება მოჰყვა ლელოს ინიციატივას თუ სურვილს ქართულ ოცნებასთან დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი ორ საკითხზე, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები, ანუ ერთნაირად კრიტიკის ქარცელში მოექცა ლელო როგორც ქართული ოცნების მხრიდან, ისევე ოპოზიციის მხრიდან. ცოტა გაუგებარი იყო საკმაოდ ქართული ოცნების პოზიცია არაერთგვაროვანი იყო. პაპუაშვილმა თქვა, რომ კრიმინალებთან სალაპარაკო არაფერი აქვს და დაელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. და უბრალოდ კობახიძემ თქვა, რომ დაელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამაც ასევე თითქოს გააჩინა მოლოდინები, რომ აი შესაძლებელია ახლა ვერ ხედავს სივრცეს ლელოსთან დიალოგისას, მაგრამ თუ საჭიროებამ მოიტანა არც ამაზე იტყვის უარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ახლა პოლიტიკური დიალოგზე რაღაცა კონსულტაციების გამართვა ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში? შესაძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ოცნების მესვეურთა მხრიდან, რომლებაც ეს კომენტარები გააკეთეს, პირადად ჩემი სახელით უნდა უთხრა აგაშენოთ ღმერთმა მეთქი და რატომ? იმიტომ რომ ამან ერთგვარად გააუქმა და მოსპოს საჭიროება, რომ ცლად ავაკომენტარო ლელოს განცხადება. გუში, როდესაც მე მოვისმინე ეს განცხადება, ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხმედრას, ვერც არსს, ვერც დანიშნულებას, მაგრამ დღეს აი ამ აზრის გამწობის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ასეთი დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოსთან ანადამფუძნებელი ჯეოკეისის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მართლა ძალიან საინტერესოა რეალურად როგორ განვითარდება ამ თვალსაზრისით მოვლენები და რას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ქართული ოცნება დაელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აი შემდეგ უკვე ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ შემდეგ იფიქრებს უღირს თუ არა დიალოგის დაწყება აი ამ შემოთავაზების ავტორებთან. ფიქრია ჩიხრაძე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა შორის ბატონი ვიქტორი არ არის ერთადერთი, ვისაც ეს ცოტა ბევრი რამ გაუგებარი დარჩა ლელოს გუშინ გახმაურებული ინიციატივიდან, რომელიც დიალოგის საკითხს შეეხებოდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც დააკელით რის გამოც იგივე ოპოზიციურმა ფლანგმა ბოლომდე ვერ გაიგო რა გამოძრავებდათ? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. შექმნილ ვითარებაში, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი და ქვეყნის გარშემოც და საერთოდ სამყაროში ესეთი турბულენტური სიტუაცია არის, რომ მე ვფიქრობ, ძნელი არ არის წარმოიდგინო ადამიანმა რა ხდება ჩვენი მოქალაქეების გულებში. მე რომ ახლა თქვენთან ვზივარ და ჩვენ ვსაუბრობთ, ეს რას ემსახურება? ემსახურება იმას, რომ ჩვენ დაველაპარაკოთ ჩვენს ტელემაყურებელს, თორემ მე და თქვენ მოვახერხებდით, რომ შევხვედრილიყავით კაფეში, სკვერში, სადღაც ოფისში და იქ დაგველაპარაკა ყველაფერზე, რაც ერთმანეთისგან გვაინტერესებს. აქედან გამომდინარე, მე მეჩვენება, რომ საერთოდ ადამიანები, პოლიტიკაში მყოფი ადამიანები ისე აკეთებენ შეფასებებს, კომენტარებს, რომ ჯერ საბეჭდილება დამჭერო ტექსტი არ იყო ბოლომდე წაკითხული, ისე გაკეთდა ჩქარ-ჩქარა შეფასებები და მეორე ის, რომ ითვალისწინებენ მხოლოდ პარტიულ პოლიტიკურ კონტექსტებს და აბსოლუტურად აღარ ითვალისწინებენ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და სახელმწიფოს ბედს. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ კრიზისზე, ეს კრიზისი უბრალო სიტყვა არ არის. კრიზისი აღწერს გარკვეულ მდგომარეობას, ხომ? და ეს კრიზისი რომ აღწეროთ, იმდენი მიმართულებით არის კრიზისული და როდესაც ქართული ოცნება მაგალითად ელაპარაკება ჩვენს
თანამოქალაქეებს იმაზე, რომ ის ომის საფრთხეს აცილებს, ან ზოგადად უსაფრთხოების პრობლემას უგვარებს ჩვენს თანამოქალაქეებს და ის სხვა პრობლემები დიდად აღარ უნდა მივიჩნიოთ, ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღებას ვაქცევინებთ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, პოლიტიკური პარტია როდესაც განაცხადს აკეთებს და ჩვენი გუშინდელი პოზიცია იყო განაცხადი ჩვენი ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის და არა კონკრეტულად ვინმესთვის შეთავაზება. წინაპირობა ხომ უნდა არსებობდეს? მე მგონი ამაზე დიდი წინაპირობა, რაზედაც ახლა მე ვლაპარაკობ, უბრალოდ არ არსებობს. როდესაც ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას აღწერ ახლა სწორედ ამას. ამაზე დიდი წინაპირობა რა არსებობს და საერთოდ პოლიტიკოსების არსი რაში მდგომარეობს, პარტიული ცხოვრების არსი რაში მდგომარეობს და ხელისუფლებაში ყოფნის არსი და პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, თუ არ შეგიძლია, რომ კრიზისულ სიტუაციაში მოიქცე ადეკვატურად. ჩვენ თვლით, რომ როდესაც ბევრ ადგილას ცეცხლი გიზგიზებს, ქვეყანაში ურთულესი ვითარება არის ქვეყნის შიგნით, როდესაც ჩვენ აი ამ ძალიან მოწყვლად, კიდევ ვიმეორებ, მძიმედ ტურბულენტურ სიტუაციაში ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რამე საფრთხე რომ გაჩნდეს, ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს მოკავშირე, ნორმალური მოკავშირე აღარ აყავს იმისათვის, რომ ჩვენ ვინმეს იმედი გქონდეს. ქვეყნის შიგნით რისი იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ გამართული სტრუქტურები გაგვაჩნია თუ რა? თავდაცვის სისტემის იმედი უნდა გქონდეს, სადაც მინისტრები კორუფციაში არიან ჩაფლულები და თვითონ ქართულმა ოცნებამ აღძრა საქმეები და დაიჭირა ეს ხალხი, ხომ? უშიშროების იმედი უნდა გქონდეს, სადაც ასევე კორუფციით ყოფილა გამოჭმული სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმედი უნდა გქონდეს, სადაც ნაყოფიერი იქნება ეს მოლაპარაკება. კი, ქალბატონი ფიქრია, მაგრამ ლოგიკურად მიჩნდება ეს შეკითხვა. ანუ იმდენი პრობლემა ჩამოთვალეთ, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის ავტორი ხო ქართული ოცნება. ქართული ოცნება. კრიზისის შექმნის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე. კრიზისიდან გამოსვლის გზების, ასე ვთქვათ, მოძებნა არის ყველას ვალდებულება. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ვიმეორებ უთხარით ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა არსებობს და ეს გზა არის დამოკიდებული იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ გადადგას გარკვეული ნაბიჯი. ხო და აი ძალიან საინტერესოა, რატომ გააქვთ მოლოდინი, რომც შედგეს, აი ფორმალურად დაუშვათ მიიღეთ თანხმობა ახლა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მიზანშეწონილად ჩათვლის ამას ქართული ოცნება და დაიწყო მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც ხართ თქვენ ჩართული, არ ვიცი კიდევ რომელიღაცა ერთი პარტია, იმიტომ რომ ნახეთ ოპოზიციურ ალიანსს, როგორი ასე ვთქვათ რეაქცია ჰქონდა მკვეთრი ამ ყველაფერზე, პირდაპირ მიგითით ეს რომ ნუ დაიწყებთ ახლა რაღაცა თეფშის ტრიალს და შარლ მიშელის სულის გამოძახებასო. რა შედეგზე, რაიმე შედეგზე გათვლა გააქვთ განსაკუთრებით დღევანდელი საპასუხო განცხადებების შემდეგ, როდესაც კრიმინალები გიწოდეს და თქვენს რომ დავალოდებით ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც პარტია და მათი ასე ვთქვათ ლიდერები კიდევ ელაპარაკონ აგერ სისხლის სამართლის კოდექსით სხვა ასე ვთქვათ ინსტანციის სასამართლოებსო. კი ბატონო, მათ მხოლოდ ძალოვანი სისტემის ძალით შეუძლიათ ლაპარაკი საზოგადოებასთან, იმიტომ გვყავს ჩვენ ნამდვილი სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი და პრაქტიკულად იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ყველას თავზე ჩამოკიდებულია ასეთი საქმეები. ესეც არის ერთ-ერთი კრიზისის შემქმნელი და ამ კრიზისის შემოქმედიც გახლავთ ქართული ოცნება. მე მესმის ქართული ოცნება რა გზას ადგას და მას უნდა რომ აბსოლუტურად თავის ასე ვთქვათ ყინჩად წარმოაჩინოს, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რომ ვეღარც ისე ყინჩად არიან, იმიტომ რომ მათ გარშემო ძალიან ვიწროვდება სიტუაცია. მე ცოტა გამაკვირვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ესე სწრაფად გაკეთებულმა განცხადებებმა, იმიტომ რომ ჩვენს გუშინდელ განაცხადში, დოქტრინაში კრიზისის განმუხტვას როგორ ხედავთ,
არაფერი განსხვავებული იმისგან არ არის, რასაც ეს ხალხი და მთელი საზოგადოება ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობს. აი როგორ არ არის ჩემთვის როგორც სამომრჩევლისთვის ნახეთ ალიანსის პოზიცია მე ასე მესმის რომ ისინი ამბობენ რომ ერთადერთი რაზეც ჩვენ შეიძლება ველაპარაკოთ და დიალოგში შევიდეთ ქართულ ოცნებასთან ეს არის ხელისუფლების გადმობარება და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ ქართულ ოცნებას უნდა ველაპარაკოთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე და ველაპარაკოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე რომლებიც თვითონ დააკავეს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს გთხოვდნენ სიეფს უბრალოდ თქვენ გთხოვდნენ თუ მოსკოვის მექანიზმს უკვე აღარც მახსოვს და იგივე ელისაშვილთან დაკავშირებით ამბობდნენ რომ მოსკოვის მექანიზმს ну რამშულობა აქ ხა გაგონებდნენ თქვენ მოსკოვის მექანიზმს სთხოვდნენ რომ სიები გადმოგცენო დააზუსტონო ვინ არისო პოლიტპატიმარიო ანუ ტერორისტი არეკო ელისაშვილი რომელიც ბენზინის ბოთლით დარბოდა და სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა არის თუ არა პოლიტიკური პატიმარიო პოლიტიკური პატიმარია ყველა ვისაც პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს პირობებში მიესჯება სასჯელი სასამართლოს პირობებში და პოლიტიკური განაცხადების მიხედვით. ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები პირდაპირ კრიმინალებს, ტერორისტებს გვიწოდებენ ყველას, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება, მე მგონი, ამაში თანხმდებით ყველანი, მაგრამ კრიზისის განმუხტვაზე, როდესაც არის ლაპარაკი, ხელისუფლების გადაბარებაზე, ხელისუფლების ცვლილებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, რის საშუალებით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება? სამართლიანი არჩევნების. ხო და რა არის ამაში გაუგებარი და მიუღებელი, როდესაც სამართლიანი არჩევნების პირობებზე და ჩატარებაზე, დროულად ჩატარებაზე უნდა დავილაპარაკოთ. თქვენ რომ სულ გაგტეს კი არ არის, კაპიტანი ფიქრია. უცნაურია, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ აი ამ განცხადებების შემქმნელები, ვინც თქვით უკვე როგორ გამოეხმაურა ქართული ოცნება ხო თქვენს სურვილს პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებით წამოვლენ რაღაცა ესეთ დიდ კომპრომისულ ნაბიჯებზე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ იმ ადამიანების გათავისუფლება, ვისაც არ ვიცი უწოდებენ ლამის ქვეყნის მტრებს, ხომ? და ტერორისტებს მათთვის არ იქნება აქმული როგორც დიდი პოლიტიკური მარცხი, აღარაფერს ვამბობ რაღაცა ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ანუ კრიზისის განმუხტვის გზებზე და შესაძლებლობებზე აღარ ვილაპარაკოთ, დაველოდოთ ქართული ოცნება, როდის დათმობს ხელისუფლებას? არა, მე ვამბობ ვისთან ღირს ამ თემაზე ლაპარაკი. ქართველ ხალხთან ღირს ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი წვეთს საბოლოო ჯამში არჩევნების ბედსაც, ხელისუფლების ცვლილების ბედსაც და ჩვენ ქართველი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი დარწმუნებულია, ოპოზიციური ამომრჩეველი დარწმუნებულია, ვინც ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, იმ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ აქტიურად და კიდევ ვიმეორებ, მათ შორის ქართული ოცნების გონიერ ამომრჩეველსაც უნდა უთხრათ, რომ ქართული ოცნება შვიდობის გარანტი კი არ არის. ქართული ოცნება არის კორუმპირებული ადამიანების კასტა, რომელმაც არასწორი არჩევნების გზით მიიტაცა ძალაუფლება და დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო აღმოაჩინოს საერთაშორისო იზოლაციაში, ყავდეს პოლიტპატიმრები, აკრძალოს პოლიტიკური ძალები, აკრძალოს მედია საშუალებები, აკრძალოს სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ასეთ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვეთანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებას და მათაც დავანახოთ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში შეიძლება საერთოდ ისეთი რაღაცებით გავაოცეთ, ბიძინა ივანიშვილმა ეს დაპირება პირნათლად შეასრულა, ისე გავაოცეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ შეიძლება საქართველოსგან გამოხედვაც კი აღარ უნდოდეთ. და როდესაც რაღაც მოძრაობები, როდესაც ეუთოს მექანიზმი მოგვიწოდებს დიალოგისაკენ და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგის შესაძლებლობა გაჩნდეს. დიალოგის იძულებაც არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს ადრე თუ გვიან დიალოგის იძულებით გზაზე დადგომა. რა მიყვანს ქართულ ოცნებას აქამდე, იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმზე რეაგირების საბოლოო პასუხიც მოისმინეთ. არ ვცნობთ,
არ ვაღიარებთ, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. აი, რა მიიყვანს აი ამ იძულებამდე ქართულ ოცნებას, რომ წამოვა დიალოგზე თქვენთან? ის ვინც ჩვენი, ასე ვთქვათ, დოქტრინა ამ შემთხვევაში გააკრიტიკა, მაპატიეთ მე ცოტა. კი, მესმის და აბსოლუტურად შეგიწყობთ ხელს. ხელი დიახ. ან გააკრიტიკა მას შორის სააკაშვილმა, რომელსაც თქვა, რომ აი ამ შტრაიკ ბრეიხერებსო საერთოდ შეეშვითო. ხო, იცით რა შტაბეჭდილება მრჩება, რომ მით უმეტეს სააკაშვილის განცხადების მერე, რომ თუ ალიანსში ერთად ვიქნებოდით ყველანი, მაშინ ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი მოსულა და მეცაც გეტყვით, აგერ ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ თავად თქვა ამ ტიპის ასე ვთქვათ დიალოგის ინიცირებაზე და ლევან ხაბეიშვილმაც. მაშინ არ დასმულა ასეთი შეკითხვები. ხელისუფლების გადმობარებაზე. მხოლოდ ხელისუფლების. არა, მე ცოტა ხნის წინანდელ ამბავს ვამბობ, მე საერთოდ არ ვცდილობ და არ ვაპირებ ამ ასე ვთქვათ თავდასხმების განხილვაში შესვლას. თქვა, მაგრამ დიდი გამოხმაურება მის ასე ვთქვათ წინადადებას არ მოჰყოლია მისივე თანაგუნდელების. არა, მე სხვა რამის გამოვამბობ, ასეთი აგრესიული რეაქცია არ მოყოლია და მე აგრესია მისმის ქართული ოცნებისგან, იმიტომ რომ ის აგრესიით ცოცხლობს და აგრესიით მართავს. საერთოდ მთელ ამ პოლიტიკურ პროცესს წარმართავს, მაგრამ არ მესმის დანარჩენი საზოგადოების. მე გულწრფელად ვწუხარ თუ ვინმეს მართლა გულწრფელად ვინც არის ასე ვთქვათ პროტესტში ჩართული, იმას რაღაც შიში გაუჩნდა, მაგრამ ეს შიში რაღაცა მაშველო რგოლზე იყო ლაპარაკი და ასე შემდგომ. ეს ხო აბსურდია. ხო არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციაზე ლაპარაკობდნენ კარგ ხნის განმავლობაში და ლეგიტიმაცია შეუბრუნებადი, შეუქცევადი პროცესი გახდა, იმდენად დელეგიტიმებული აღმოჩნდა ეს ხელისუფლება, რაიმე მაშველი რგოლი, მაშინ ეუთოს მექანიზმით მაშველი რგოლი გამოდის, რა კი დიალოგზე ლაპარაკობს, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე კი არა. კონკრეტულად ქართული ოცნება ხვალ ზეგ რა ნაბიჯებს გადადგამს და ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ყველამ საზოგადოებას შევთავაზოთ სწორი გამოსავალი. ჩვენ ვთვლით, ძლიერი საქართველო თვლის, რომ საზოგადოებისთვის სწორი გამოსავალი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე არის სწორედ ეს, რომ აი ეს რაღაცა პოლიტიკური განადგურების რეჟიმი კი არ შენარჩუნდეს, რომელიც სახელმწიფოს უდიდეს დარტყმას აყენებს და უპერსპექტივობაში ძირავს ჩვენს სახელმწიფოებრივ მომავალს, არამედ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, მაგრამ თავზემოთ ძალა არ არის. თუ ქართულ ოცნებას არ უნდა რომ სწორი ნაბიჯები გადადგას, ის ბევრად უფრო ძიმე, რა თქმა უნდა, ძიმე მდგომარეობაში ჯერ რომ ნახოთ, იქნებ საკონსტიტუციო სასამართლო არ აუქმებს. იცით რა, ეს საკონსტიტუციო სასამართლო ეხა გადაწყვიტეს რომ თავიდან შეიტანონ სარჩელი, მე როგორც ხედავ და ვისი პოზიციაც არ მოეწონებათ და პოზიციონირება ამ საკონსტიტუციო მას მართლა გამოიხმობენ ხოლმე და თავიდან უწევთ. თავი დავანებოთ ამას. ეს არის მუქარა, ეს არის შანტაჟი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ქართული ოცნება ეწევა. ამ გზას ქართული ოცნებაც შეყავს უსერიოზულეს ჩიხში. მე არ ვიდარდებ მათ ჩიხში შესვლაზე, არც პერსონალურად ამ ადამიანების, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან და არც პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კორუმპირებული და ამორალური ძალა, რომელიც კი ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ მე ვდარდობ იმაზე და ჩვენი სადარდებელი არის ის, რომ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან სერიოზულ და შეუქცევად კრიზისში შეყავს ქართული საზოგადოება. უბრალოდ გადით ქუჩაში, გავიდეთ საზოგადოება გადაარჩინოს მეტნაკლებად ნაწილობრივ მაინც ან შეარბილოს ის კრიზისი და სირთულეები, რომელიც შესაძლებელია ქვეყანას და მის მოსახლეობას ახლო მომავალში ელოდებოდეს. აი, იგივე თქვენი ერთ-ერთი ლიდერის განცხადება იყო ირაკლი კუპრაძის, რომ თუ არ უნდა დიალოგი, ეს კიდევ უფრო დაამოკლებს მათ გზას ჰააგის სასამართლომდე. ანუ ქართული ოცნება ხა უყურებს ამ განცხადებებს და ამბობს, რომ ერთი ხელით ისინი ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლებას გვისურვებენ და მეორე ხელით ჩვენთან რაღაცაზე დალაპარაკება და რაღაცაზე შეთანხმება უნდათ.
ჰააგის ტრიბუნალი თუ ნებისმიერი სასამართლო არაფრით არ აცდება არც ერთ შემთხვევაში არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის ქიმიური იარაღით ადამიანების მოწამვლის თაობაზე, რომლის შესახებაც მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ჩართულობითაც და ქართულ სასამართლო სისტემასაც ოდესმე მიეწემა ამის საშუალება, რომ ეს გამოიძიოს და საერთაშორისო მექანიზმებიც არსებობს ამისთვის და ეს პროცესი აუცილებლად წავა. კონკრეტულ ალიანსმა დღეს 4 ნაბიჯი დაასახელა, რომელსაც ასე ვთქვათ განახორციელებს იმისათვის, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ქართული ოცნება. გაეროდან, შეიძლება ასე ითქვას, ჰააგის პროკურორამდე. გავიგეთ. კარგია. რაღაც ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენი ნაბიჯი, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩვენ ისეთი ილუზია გავაჩინოთ და საქართველოს მოსახლეობას გაუჩინოთ მოლოდინი, რომ ხვალ ზეგ ხელისუფლება იცვლება და ხელი აღარ უნდა გავანძრიოთ ჩვენ ამ მიმართულებით. ჩვენ ყავს უმძიმესი ხელისუფლება, თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მართლაც უსერიოზულეს იზოლაციაში, ჯერ კიდევ გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები. ძალიან მძიმეა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ქვეყანაში, მაგრამ ეს არის ნიშანი ჯერ კიდევ იმისა, რომ ჩვენთან დაკავშირებით ბოლომდე ხელი არ არის ჩაქნეული. ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, მინისტერიალი, რომელიც დღეს გაიმართა და რომელზეც ჩვენს მიმართ ძალიან სერიოზული კრიტიკა ისმის, მძიმეა ძალიან მოსასმენად ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი კიდევ არსებობს. მაგრამ დაუსრულებელი შეიძლება ეს ასე არ იყოს და ჩვენნაირი ქვეყნები შეიძლება აღმოჩნდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ აღარ გვყავს პარტნიორი არც ახლო სამეზობლოში, არც რეგიონში და არც დემოკრატიულ სამყაროში. ვისაც არ დავესხით თავზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ქართულ ხალხს კი არ ვამბობ, ოპოზიციას კი არ ვამბობ. სამწუხაროდ ხელისუფლებად წოდებულ ქართულ ოცნებას და მის მაღალ ჩინოსნებს. ჩვენს ყველა პარტნიორს, ჩვენს ყველა, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ მოკავშირეს, სტრატეგიული პარტნიორობა აღარა გვაქვს, ვისთანაც ჰქონდა შეგვიწყდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანა ხომ უნდა განვითარდეს. როდემდე შეიძლება მოატყუონ ადამიანები, რომ კვერცხს ხუთი თეთრით გააიაფებენ. ხო, აბსურდია აბსოლუტურად ეს, როდესაც ქვეყანა ყელამდე კორუფციაშია ჩაფლული, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები განსასჯელის სკამზე თავად დედასვეს. სხვათა შორის ჩვენ როცა ვლაპარაკობდით ამ მიმართულებით კორუფციაში, მაშინაც ჩვენ კრიმინალებს და მოსყიდულებს გვეძახდნენ, მაგრამ დღეს თვითონ ვეღარ წაუვიდნენ ხოლ ამბავს და როდესაც ყავს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს კონსტიტუციას, რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს კანონს, რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს საერთაშორისო პარტნიორობას, რომელიც მხოლოდ არადემოკრატიულ სამყაროსთან კავშირებით გამოიჩინა თავი, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთთან ფარულად, ირანთან ცოტა უფრო ღიად და კიდევ სხვებთან, აგერ დღეს ლუკაშენკოს ვიცე-პრემიერთან სანქცირებულთან ჰქონდა ჩვენს მაღალჩინოსანს შეხვედრა, ჩვენ ხო უნდა დავინახოთ და გავაანალიზოთ, რა მდგომარეობაში ჩაგვაგდო ქართულმა ოცნებამ. ეს ვისაც ხედავს იმისთვის ყველაფერი საკმარისია, მაგრამ ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ამას და სხვათა შორის აი იმ შიშით დაზაფრულები და ქართული ოცნების პროპაგანდას ეს კიდევ ერთი დიდი ცოდვა აწევს კისერზე, რომ მუდმივად შიშით ზაფრავს საზოგადოებას და ამ შიშით დაზაფრულობას იყენებს იმისათვის, რომ ხალხმა ცვლილებაზე აღარ იფიქროს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ შვიდობიან, სამართლიან არჩევნებს, მივაღწიოთ ხელისუფლების ცვლილებას და მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ აი ამ სრულიად მახინჯი რეალობისაგან, რომელიც ქართულმა ოცნებამ მაგრამ როგორც აი ლელოს გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, ჯერ დიალოგის ფორმატს უნდა მიაღწიოთ, ხომ? აპირებთ რაიმეს ერთია განცხადება,
მეორეა არგუმენტები, რომელიც მოგყავთ თქვენი აი ამ განცხადების, რა ვიცი, უტყუარობის დასადასტურებლად და ძალიან მნიშვნელოვანია რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმისათვის, რომ არც ერთის მხრივ დაარწმუნოთ ქართული ოცნება, რომ აი ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და აი საინტერესოა, როგორც ოპოზიციურ ალიანსს თქვენთვის თუ არ ვწდები, ისევ აქვს ღია კარი აი ამ ალიანსში შესასვლელად, თქვენ ხომ არ აპირებთ იმუშაოთ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც პოლიტიკური დიალოგის შედეგების არ სჯერა. ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ახალი არჩევნების თაობაზე ჩვენ ვიყავით კოორდინაციაში და მომავალშიც ვიქნებით კოორდინაციაში. საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობაში ჩვენ ასევე ვიყავით კოორდინაციაში. და როგორ ხართ კოორდინაციაში იგივე 4 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვას ეხება, ხართ ჩართული? ეს 4 ნაბიჯი დღეს გამოქვეყნდა, ჩვენი დოქტრინა გამოვაცხადეთ გუშინ, ხო? ჩვენ ამ დოქტრინასთან დაკავშირებით შევეცდებით, რომ ვესაუბროთ საერთაშორისო საზოგადოებასაც, გავაგრძელოთ აქტიური ურთიერთობა მათთან, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს თანამოქალაქეებს ვესაუბროთ. ჩვენ არ ვაპირებთ, ახლა ქართული ოცნება როგორ უნდა დავარწმუნოთ რამეში, თუ თვითონ არ მივიდნენ ამ რეალობამდე და მოუწევთ მეთქი მათ მისვლა. აი რა გააძლევთ ამის ქმის საფუძველს? რის შემდეგ მოუწევს ქართულ ოცნებას, რომ აი თქვენ გააქვთ ეს წინადადება დადეთ განსახილველად და გავა დრო, როდესაც ქართული ოცნება უბრალოდ მოვადა აი ამ შეთავაზებას თქვენგან დიალოგის შეთავაზებას მიიღებს და ამით წარმოგიდგენიათ ქართული ოცნება ეხლა იმდენად მყარ და კარგ მდგომარეობაშია რომ ის არც გარეწნეხს შეიმჩნევს, არც შიგნით არსებულ პრობლემებს შეიქმნებს და მათი განცხადებიდან გამომდინარე, განცხადებით შეიძლება ბევრი რამე რაც უნდათ ის გააკეთონ, არც მოსკოვის მექანიზმის გვეშინია, არც ბრიუსელის და არც სარატოვისო, მე მგონი ეს რო არ ეშინოდეთ კვერცხის ხუთი თეთრით გაიაფებაზე არ ილაპარაკებდნენ დღეების და კვირეების განმავლობაში და პროდუქტის სიძვირაზე არ ილაპარაკებდნენ. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყელში ამოუვიდა გაუსაძლისი ვითარება და ჩვენ რას ვაპირებთ? ვაპირებთ იმას, რომ ქართულ საზოგადოებასთან აქტიური მუშაობით, თანამშრომლობით, მათთვის ახსნით და კიდევ ვიმეორებ, ქართული ოცნების ამომრჩეველთან აქტიური საუბრით და დიალოგით დავარწმუნოთ ისინი, რომ ქართული ოცნება მათ ატყუებს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამ ტყუილებით დრო მოიგოს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ შიშით დაზაფრული საზოგადოება აი ამ რაღაცა ილუზიაში ჩატოვოს, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასე თუ ვიძახეთ, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა დიალოგზე წამოსვლა, ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდებაო, არავინ არ დაიჯერებდა, მაგრამ ჩვენ ერთი წლით ადრეც ვთქვით, რომ შესაძლოა ეს სიტუაცია სწორედ აქამდე მივიდეს, როდესაც დაიწყო ის საშინელი დარბევები, დაჭერები, ადამიანების დასახიჩრებები, კანონმდებლობაში ცვლილებები და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ამას, ხომ? პოლიტპატიმრებზე, როდესაც არის ლაპარაკი, შეუძლებელია 100-მდე ადამიანი სხვადასხვა ნიშნით არის დაპატიმრებული, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები და ადამიანები ციხეებში რჩებოდნენ და ჩვეულებრივად ცხოვრება გრძელდებოდეს მომავალ არჩევნებამდე, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რატომღაც თურმე არ უნდა რომ შეიმჩნიოს, რომ ქვეყანაში კრიზისია და რომ ეს კრიზისი ყველა სფეროს ეხება და არ ეხება მხოლოდ ასე ვთქვათ აი ამ პოლიტიკურ სფეროს. მადლობა ფიქრია ჩიხრაძეს, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ნუგზარ წიგნოვის პოზიციას მოისმენთ და ასევე დიპლომატი ყოფილი დიპლომატები არ არსებობენ, ნათქვამი ელგუჯა ხოკრიშვილი შემოგვერთდება გერმანიიდან. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, მოკლედ რას აპირებს ოპოზიციური ალიანსი, მოდი ასე ვთქვათ, ამ ერთი თვის განმავლობაში. პირველი ეს არის
კონკრეტული მითითება ანგარიში, რომ გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით, ამ მიმართულებით ოპოზიცია დაძრავს აუცილებლად პროცესს, ასევე ამ 4 ნაბიჯში იგულისხმება ის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და დაიწყებენ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან, იმისათვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე. ამ 4 ნაბიჯში დღეს ითქვა, რომ იქნება ასევე ოპოზიციური ალიანსის ერთობლივი მიმართვა ქიმიური იარაღის საერთაშორისო სააგენტოს მიმართ და ასევე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ბიუროს დაინტერესება ამ საქმებით. უფრო მეც და უფრო დეტალურად უკვე ნუგზარ ციკლაური მოგუყვება. კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი ძალიან საინტერესოა, რატომ აქვს ოპოზიციურ ალიანსს მოლოდინი იმ ფონზე, როდესაც მანამდეც არაერთი ინიციატივა გვინახავს ცალკე პოლიტიკური პარტიების თუ ერთად კრებსითად ოპოზიციის, რომ შეეგროვებინათ მტკიცებულებები იგივე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქიმიური ნაერთების გამოყენებასთან დაკავშირებით და იყო არაერთი მცდელობა, რომ ამით საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტები დაინტერესებულიყვნენ. ეხლა რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ აი ამ თავიდან ამ ასე ვთქვათ საქმის პედალირებას კონკრეტული სადამსჯელო ქმედებები მოყვება ქართული ოცნებისთვის. ხო, ჯერ დიდი მადლობა, რომ ზუსტად ჩამოთვალეთ ის 4 მიმართულება, რომელზეც იყო საუბარი დღევანდელ განცხადებაში. ასევე ვიტყვი, რომ მთელი ის შრომა, რომელზეც თქვენ ამბობთ, აი მანამდე რაც გაწეულა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების ფაქტოლოგიური მასალის შესახებ, ამასაც არ ჩაუვლია უკვალოდ და აი ეს მასალა გამოადგა მერე მიუკერძოებელ ექსპერტებს იმისათვის, რომ შეეფასებინათ საბოლოო ჯამში საქართველოში ვითარება, მაგრამ უშუალოდ თქვენი კითხვის პასუხად ვიტყვი, რომ რატომ იქნებაო ახლა უფრო ეფექტური აი ეს ნაბიჯები, ეს 4 მიმართულება და ეს ფაქტები, რომელსაც კვლავ და კვლავ წარუდგეთ. იმიტომ რომ საქართველოში შეიცვალა საერთაშორისო ვითარება, საერთაშორისო მიდგომა და შეცვლილი არის საერთაშორისო რეალობა საქართველოს მიმართად. კერძოდ, თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქამდე ვედავებოდით იმას, რომ ის იყო არალეგიტიმური და მის მიერ ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის არც სულისკვეთებას და არც პოლიტიკურ ნებას, ახლა უკვე ეს არის ბრალდებული რეჟიმი. და ბრალდებული რეჟიმი არის არაპოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, ისეთი როგორც მე ვარ მაგალითად, არა რომელიმე მედია საშუალების მიერ, არამედ ბრალდებული არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მიუკერძოებელი დასკვნის სამართლებრივად არ არის ბრალდებული, იქ არის ბრალდებული არის, ჯავრდებული არ არის ჯერ. და იქ არის რეკომენდაციები თუ მოწოდებები, რომ რაღაცა ბრალი არსებობს. სამართლებრივი რეაგირება მისცენ ამათ კონკრეტულმა ქვეყნებმა. ლაპარაკობ ახლა იქ არის ყველაფერზე ლაპარაკია იმაზე, რომ იყო შესაძლო წამება, ლაპარაკია იმაზე, რომ დემოკრატიული უკუსლა არის საბოლოო ჯამში, ლაპარაკია იმაზე, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება. ხო და შესაძლოზე აპელირებდა დღეს სწორედ კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ ეს ექსპერტი იყო არაობიექტური, მიკერძოებული და არც ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ ჰქონდა, ასე სხვა საკითხი არის და ამას მოშველიებული საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად. ამ უსუსურ რაღაც ბრალდებებზე თუ საუბარზე, რომელიც ამ გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, მაგრამ თვით აი ამ მექანიზმს, ამ მოსკოვის მექანიზმს, ეუთოს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც დასკვნის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში უკვე მიმართეს 24-მა ქვეყანამ საქართველოს ხელისუფლება, თქვა, ეს არის გამოსაძიებელი ყველაფერი და ეს არის დემოკრატიული უკუსლა საქართველოში, რომ ეს ცხადყობს მთელი ეს გამოძიება, რომ არის დემოკრატიული უკუსლა საქართველოში. ეხლა ქართული ოცნების ძალიან უმძიმესი მდგომარეობა გამოიხატა
იმაში რა განცხადებებიც გააკეთეს. რომ თითქოს ვიღაცა არის პოლონელები ხო იცით რომ ჩვენ წინააღმდეგ არიან, ამიტომ ეს ადამიანი შესაძლოა არ იყო. აი ეს პერსონალიზაცია. მუსირებს ის ინფორმაცია, რომ პოლონეთის მთავრობა უკვე ამზადებს სარჩელს საქართველოს აი ამ ანგარიშის საფუძველზე. ვერ გეტყვით ამაზე ჯერჯერობით ალბათ თვითონ როდესაც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. თქვენ არ გაქვთ ასეთი ინფორმაცია. მაგრამ საქართველოს მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია ექსპერტი. აი ხო იყო ეს ერთი პოლონელი ექსპერტი დასახელებული. საქართველოს მხარეს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია ექსპერტთა იმ ჯგუფიდან, რომელიც დამტკიცებულია და არსებობს და შემდეგ ეს ორი ექსპერტი კიდე მესამე ექსპერტსაც აირჩევდა. ესე იგი, თუ ვინმეს ჰქონდა აი ამ ტიპის უნდობლობა ამ ადამიანის მიერ ამ ერთი ექსპერტის მხრიდან და ახლა როგორც ქართული ოცნება აპოკალიფტურ რაღაც სურათს ხატავს, ეს არის აი ყოველდღე საშინელი ადამიანი, მიკერძოებული, თავის სახელმწიფოს ნებას დამორჩილებული, რომელიც არარეალურ ფაქტებს წარმოგვიდგენს და შემდეგ, მაშინ დაენიშნა თავიანთი ექსპერტი. რატომ არ დანიშნეს? იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ერთ ექსპერტს დანიშნავს 3 თუ 17-ს. ის რაც ჩვენი თვალითაც ვნახეთ. წინასწარ იყო დაწერილი, რომ შეუძლებელი იყო 2 დღეში დაეწერა ასეთი დასკვნა, რომ ოპოზიციამ წინასწარ ასე ვთქვათ შედგენილი ტექსტი მიაწოდა. გურამ როგავა მართლა დაასისხლიანეს თუ არა ქუჩაში და მოტეხილებები მქონდა თუ არა. ჩვენ ხომ მაგრამ ამაზე ხომ თქვა, კი არ ვიცა უბრალოდ აი ფაქტები მომხავს, რომ მე არავინ თქვას, რომ რაღაცა ასე ვთქვათ ობიექტური არ ვარ ამ შემთხვევაში. იყო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ იდენტიფიცირებაო თქვა და რეაგირებაც მოვახდინეთო, რომ მას შემდეგ იყო აღარ მომხდარა ასეთი ფაქტებია ბატონო გზარანო. გავიგე, მაგრამ როდესაც სპეცრაზმელი გადის ქუჩაში და ასრულებს აი ესეთ მისიას, როცა არის დაშლა ამ ადამიანებს, ყველას აქვს თავისი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ასე ხო არ არის, რომ რაღაცა ბანდასავით იყოს გამოსული ხო ქუჩაში? ყველას აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ყველავე ვინ არის სამხედრო სპეცრაზმელები, ხელკეტებით, ეკიპირებით, როდესაც ცემენ ჟურნალისტებს, ადამიანებს ცხვირპირს უმტვრევენ, რავი, პოლიტიკური ლიდერებს იტაცებენ და შემდეგ იქცევენ. რანაირად შეიძლება, რომ ეს ვერ გამოიძიოს ვინმე? ეს იმას ხო არ გვაგონებს, რომ ციხიდან გაყავდათ ადამიანები და აიდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, კამერები გამორთული იყო, სახლთან ხვდებოდნენ ადამიანებს და შემდეგ იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ, ვერც მანქანის, ვერც ვერაფერს. ყველასთვის ხო ცხადი არის, რომ ეს ხელისუფლების დავალებით მოქმედი დაჯგუფებები იყო. ამიტომ ეხლა გადაბრალება იმას რაღაც პოლონელ ექსპერტზე, იმის რაც ჩვენი თვალით ვნახეთ. ჩვენი საკუთარი ხო და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც საერთაშორისო დონეზე ამ და სხვა საქმეების გამოძიება. აი საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი იყო დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური ალიანსის მხრიდან, რომ ვიწყებთო საფრანგეთთან აქტიურ კომუნიკაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და ასევე ყველაფერს გავაკეთებთო, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში ბრალდებულის სკამზე დაასრულოს. ანუ აი როდესაც რა უდევს აი ამ თქვენს მოლოდინებს საფუძვლად. არავითარი მოლოდინი არ არსებობდა, რომ ქართული ოცნება გაიაზრებდა იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა ისის და რომელშიც თავი ამოვაყოფინა ჩვენ ქვეყანასაც. მაგრამ ჩვენ დაველოდეთ პასუხი ვიხილეთ, ხო? პასუხი არის, რომ ჯერ თქვენი ბრიფინგი იყო სხვათა შორის ოპოზიციური ალიანსის და შემდეგ იყო არაფერს არ გავაკეთებ. კობახიძის ბრიფინგი. არაფერს თუ არ გავაკეთებ, ეს საერთაშორისო მექანიზმი, მოსკოვის მექანიზმი იძლევა რამდენიმე შესაძლებლობას ძალიან ეფექტური კონტროლის ხელისუფლებაზე, რომელიც ახდენს თუ არა რეაგირებას აი ამ ფაქტებზე და აი ეს ჩამონათვალი, რომელიც თქვენ დაასწრეს, წაიკითხე და რომელიც ეხება გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან ადამიანის უფლებების საკითხებში, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესია ეს დასკვნა მოსკოვის მექანიზმის, რომელიც არ არიან მოქმედი პირები. აქ არის მიუკერძოებელი დამკვირვებლები და ძალიან სერიოზული კომისია არის. ამ თვალსაზრისით არის უნიკალური კომისია. და მათთვის მნიშვნელოვანია ის მიგრებები, რაც იყო მოწამლოსთან დაკავშირებით ადამიანების, ციხეში გამოკეტვასთან დაკავშირებით და ყველა მიმართულებით, რომელზეც საუბარია. ნუ იმ შემთხვევაში თუ იქნება და იქნება ასეთი ჩართულობა, იქნება ასეთი შეხვედრები, კომუნიკაცია არის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აი გაეროს მიმართულებით და სხვა მიმართულებითაც არც ერთი სიტყვა იმ ბრიფინგზე არ თქმულა.
როგორ გითხრათ, რომ ისიც რა ეხლა ფიქრობთ, რომ ასე ხო არ გავაკეთოთ. ყველაფერი რაც ითქვა, ამ მიმართულებებით არის წინასწარი სამუშაოები უკვე გარკვეული შესრულებული. და იქნება ასე და ეს ამ შედეგს საბოლოო ჯამში აუცილებლად მივახდეთ. მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე თუ სისხლის სამართლის ტრიბუნალზე. მიზანი არის, რომ საქართველოში დაბრუნდეს თავისუფლება, საქართველოში მოქალაქეებმა დაიბრუნონ დემოკრატიული უფლებები, მათ შორის უმთავრესი უფლება, არჩევანის უფლება. რომ ისი არ იყოს, რომ მე ვიღაცას ვაძლევ ხმას, მე იქ ვიღაც ივანიშვილის კაცი ასვამს იმას დახს, რა ქვია, ბიულეტენს და ამითი ატერორებს თემას. კი ბატონო, თქვენ კი ძალიან გააკრიტიკეთ ლელოს ინიციატივა ქართულ ოცნებასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ, თუმცა ლელო ამბობს, რომ აუცილებლად დადგება ის ასე ვთქვათ, ვითარება, როდესაც ქართული ოცნება უბრალოდ იძულებული გახდება, რომ წამოვიდეს დიალოგზე და წამოვიდეს დათმობებზე. აი ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, თანხვედრა არის თქვენს მოლოდინებში? ასეთი დრო აუცილებლად დადგება. და მაშინ რატომ ეწინააღმდეგებით პოლიტიკური დიალოგის ინიციატივას? მაგრამ როდესაც ხელისუფლება წინა დღეს გეუბნება, რომ თუ არ მაღიარებ დაგიჭერ, როდესაც კვლავ ძალაშია კანონი ტროტუარზე თუ დგახარ, რომ ციხეში უნდა იჯდე, როდესაც 120 პოლიტპატიმარი არის ციხეში და 120-ზე უფრო მეტი ახლა უკვე. როდესაც ადამიანის უფლებები საერთოდ არის ნიველირებული ამ ქვეყანაში და როდესაც წინა დღეს არის გამოქვეყნებული აი ესეთი მნიშვნელოვანი დასკვნა ეუთოს, ვენის და მოსკოვის მექანიზმი, ხო, აი ამ ვითარებაში რაღაცა შემგუებული ტონის დიალოგი, კომუნიკაცია, შოკირებული დავრჩით, როდესაც ვნახეთ, რომ არ ელემენტარული კომუნიკაცია არ არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის. რატომ არ არსებობს? რატომ არ არსებობს? იმიტომ რომ ყველა ან ერთ მხარეს არ უნდა, ან მეორეს, ან ორივეს ერთად, ბატონო, რა ვიცი, რატომ უამრავი შეთავაზება იყო ხელ მას შემდეგ, რაც არჩევნები გააყალბეს, იყო უამრავი შეთავაზება პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, ევროპარლამენტის მხრიდანაც, საპარლამენტო ასამბლეის მხრიდანაც, ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც, რომ ეს ვითარება უნდა განიმუხტოს. და მათ შორის დიალოგიზეც იყო საუბარი, მაგრამ ხელისუფლება ხო ამ დიალოგის გზით კი არ წავიდა სულ უფრო და უფრო რაღაცა კანიბალური კანონების მიმართულებით, იჭერენ ადამიანებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ციხეში სვამენ მათ, უსჯიან რაღაც უზარმაზარ 5000 ლარიან ჯარიმებს, ხო ამ მიმართულებით წავიდა. ხო და ჩვენ კიდევაც ხო ვნახეთ მთელი ილუზორულობა სხვა შორის აი ამ ლელოს განცხადების და გულუბრყვილობა, გნებავთ, მიამიტობა და ეს არის ყველაზე საუკეთესო სიტყვები სხვა შორის. რაც ამ შემთხვევაში შემიძლია მოძებნო. ხო, შეიძლებოდა კიდე სხვა რაღაცა. აი კობახიძემ თქვა, რომ ამ გზით ლელო ცდილობს თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან. მთელი ეს ილუზორულობა აი ამ შეთავაზების ყველაზე კარგად დაასაბუთა ქართული ოცნების პასუხი. დღეს არა სხვა პოლიტიკური ძალების გამოხმაურება, არა ქართული ოცნების პასუხმა, აგდებულმა, რომ რაც არ უნდა მოგმართოთ ამ დიალოგზე, მაინც გაგაუქმებთ, უხსენეს საკონსტიტუციო სასამართლო რეჟიმი არის ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათთან აი ამ ტიპის საუბარი აღარ გამოდის. ძალიან სამწუხაროა ეს, რომ მართლაც დიალოგის ენა დაკარგული არის ამ ქვეყანაში, პოლიტიკური კომუნიკაცია არ არსებობს აქტორებს შორის, ხელისუფლება არ თulis საჭიროდ, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც გამოხატავს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის ნებას, ხო მინიმუმ, მათივე გაყალბებული არჩევნები, რომ საერთოდ ესაუბროს რამეზე. მაღიარე თუ არა დაგიჭერა. აი ეს არის მისი სიტყვები. სხვა ჯერზე ცნობილი ის იყო, რა ქვია, თაფლაყვერას და მათრახის ისა, ხო? მაგრამ აქ ეგეც აღარ არის. უბრალოდ თუ არ მაღიარებ, ამ შემთხვევაში დაგიჭერ, ქცევ, რა ვიცი, გადაგასახლებ და აშენ. ამიტომ მე არ მინდა ლელოსთვის კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იმ ალიანსის კარები, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ, ხო? ზოგადად არ არის დახურული არც ერთი პოლიტიკური პარტიისათვის. შეცდომა მოსულია ყველას, მაგრამ
კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ეთანადებოდეს იმ ძირითად პრინციპებს, ახლა რაზეც არის შემოკრებილი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები. თუ ვინმე თulis რომ მოხდება ქართული ოცნების გაკეთილშობილება, ვერ მოხდება ასეთი რამ. ლელო თვლი და აქ არ არის გაკეთილშობილება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შევალ გამოუგლეჭ თბილისს, არ ვიცი რაღაც ბაქი-ბუქი გაისმოდა. ფინალი ვნახეთ რომ რამდენი ამორჩენელი წავდათ 40% დარჩათ აი იმ ამორჩენელს. ეხლა ისევ მეორე გზაზე წავიდნენ აქ სამწუხაროდ. და დაიწყეს ისევ ის რომ რაღაცა თვითონ დიალოგის მომხრეები არიან. არსებობს ორი რაღაცა ანტაგონისტური ძალა და აი ახლა ესენი შეარიდებენ. ვიცი რატომ ანუ არ არის მაშინ რა ამოძრავებთ მითხარით ახლა. არ ვიცი რა მიამიტურიო, ილუზორიო ეს სიტყვები ჩამოთვალეთ, მაგრამ არ არიან ახლა იქ იმ დონის გამოუცდელი პოლიტიკოსები რომ აი ასე ვთქვათ სუფთა მოპრიალებულ ნიადაგზე აი ასეთი მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ. არ ვიცი, მათ გასცა პასუხისმგებელი მოწმე ისეთ როგორც მოსალოდნელი იყო. საერთოდ ეს პოლიტიკური პარტია არის და რაღაცა შიდა პოლიტიკური თქვა რომ ლელოსო ამ გზითო უნდაო რომ საკონსტიტუციო არჩევს გადაურჩესო და ეხლა მაშინ ამ ესეც უნდა დავუჯერო და ეხლა დანარჩენი ეხლა შიდა პოლიტიკური მედიატორობა რო სხვა პარტიები და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ნუ არა მგონია რომ ეხლა რაიმე წარმატების მომტანი იყო და ვერც მოიტანა ვერანაირი წარმატება გზა არის ეს გზა არის საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მით უმეტეს რომ უძლიერესი ინსტრუმენტი აქვს ქართულ ხალხს და ქართულ ოპოზიციას ახლა ხელში აი ამ დასკვნის სახით. არა ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, რომელსაც ბიჭერძოებას ადვილად დააბრალებენ ინსტრუმენტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ მოგცემ თელმა მსოფლიომ და იმ ქვეყნების განცხადებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. კარგი, ასე ვთქვათ, დიალოგი არ არის თქვენთვის აი ამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი. აქ კიდევ ერთი ასე ვთქვათ ვერსია მოვიგოთ. არა, დიალოგი არ არის, ეს ასე არ არის. შეიძლება თუ არა, ჩემსა და თქვენ შორის გაიბას დიალოგი, თუ არაფერზე პასუხს არ გამცემთ. არც გამარჯვებაზე, არც როგორ ბრძანდები. აი, არაფერი შეიძლება დასრულდეს ჩვენი კომუნიკაცია თანაც ეს შეიძლება არ იყოს ერთრაუნდიანი მოლაპარაკებები ბატონო გზარდა. რაღაცა დროს უკვე წინასწარ ერთხელ რო ასე მოგექცევა მეორე მხარე, მეორედ, მესამედ, მე როდისღაც ხვდები, ხო? რომ არ მოხდება ეხლა რაღაც გარდამავალი პერიოდი ხომ უნდა არსებობდეს, ანუ გარდამავალი ეტაპი ხომ უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მივიდეთ აი ამ სამართლიან არჩევნებამდე. აი კიდევ ერთი გამოსავალის ვერსია მოვისმინე ამ გადაცემაში და ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი და მე დაგემშვიდობებით. ვიქტორ ყიფიანმა თქვა, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით და პირდაპირ მიმართა მას ჩვენი ეთერიდან, რომ გადაახალისოს საკადრო პოლიტიკა, დანიშნოს ახალი პრემიერი, რომელიც ქვეყანას ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად მოამზადებსო. ეს ვერსია რამდენად ასე ვთქვათ რეალურად იცი და აი ამ ვითარებაში როგორც დღეს არის არანაირ დათმობაზე ქართული ოცნება არ წავა. იმ ვითარებაში რომელიც დადგება რამდენიმე თვეში ძალიან ბევრ დათმობაზე წავა. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველზე? რამდენ თვეში? 1, 2, 5, რამდენ თვეში მითხარ? აი 1 წლის წინ მაგალითად შესაძლოა გეკითხათ რომ თქვენ კი ამბობთ რომ ასეთი ამბავია, მაგრამ რა ვიცი ხელისუფლება გეუბნებათ რომ სულ ყველაფერი ტყუილია. ახლა მთელი სამყარო არის გაერთიანებული იმ აზრის გარშემო, რასაც ამბობდნენ ოპოზიციური პარტიები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თელმა სამყარომ დაინახა ეს ქიმიური არა, BBC წერს ამის შესახებ. თელმა სამყარომ დაინახა დანგრეული სახეები პროტესტანტების, ქალების წამება, ციხეებში გამოკეტვა, ტროტუარებზე დგომის გამო ციხეებში ჩასმა ადამიანების. ქართული ოცნება ეხლა ქმნის მტრის ხატს. ეს არის მტრის ხატის შექმნა. თუ ადრე მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იყვნენ მტრები, მერე გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლა არიან ჟურნალისტები და ახლა უკვე მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მთელი ცივილიზებული სამყარო, მთელი ევროპული საზოგადოება არის მტერი ქართული ოცნებისა და დღევანდელმა კომენტარებმა ამ ქალბატონთან დაკავშირებით, პოლონეთის წარმომადგენელთან დაკავშირებით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. არც ერთ დიქტატორს არსად არასდროს ასეთი ფაქტი ისტორიაში არ არსებობს. არ დაუთმია არაფერი, თუ მას არ დაუნახია, რომ ეს უკვე მას ემუქრება ძალიან სერიოზულად. ხო, როდესაც ამას დაინახავს, როდესაც იგივე
სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მხრიდან თქვენ თქვით რომ საფრანგეთთან იქნება ეს კომისარი, როდესაც გაეროს უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების დარგში იქნება ამაჩა, როდესაც ცალკეული ქვეყნები დააწესებენ კიდევ უფრო მძიმე სანქციებს ისეც როგორიც დააწესეს აი ამ რაღაცა იდეოლოგიური მანქანების მიმართ იმედის და პოზიტივის გულისხმობ, როდესაც კონკრეტული ადამიანები იგრძნობენ აქციების სუცხს და რაც მთავარია, როდესაც ქართული ხალხი ახალი ძალით და ახალი ენერგიით გამოვა თავისი სამოქალაქო უფლებების დასაცავად, აი მაშინ იქნება მოლაპარაკებები და იმ მოლაპარაკებებზე იქნება აქეთ მხარე. ანუ რაღაცა მასშტაბურ აქციებს აანონსებთ რამდენიმე თვეში. რის ფონზეც ქართულ ოცნებას უკვე მოუწევს უკან დამხევი ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ ასე სუსტდება დიქტატურები. ეს სხვა რეცეპტი სამყაროში არ არსებობს, არც ახლა არსებობდა, არც მე-20 საუკუნეში და მე სხვა რომელიმე დიქტატორი ადგენს და უი ეს რა გიქნიათ. რა იძულებს განაპირობებს ამ ხალხის ასე ვთქვათ საპროტესტო ტალღის ხელახლა ასე ვთქვათ გააქტიურებას რა განაპირობებს უკავშირებთ აი მითხარით რადგან იმას რომ არავინ არ შეეგუები ეხლა რომ საქართველოს ის ახლა ხომ ეგუებიან ასე არ არის. შეიძლება რამდენიმე თვეში ანუ რაღაცის საფუძველზე საუბრობთ ამას ხომ? ეს შეიძლება იყოს უვიზო რეჟიმის გაუქმება ჩვენი ქვეყნისთვის? სავსებით შესაძლებელია ესეც იყოს, მაგრამ ახლაც არავინ არ ეგუება. ის 500 დღიანი მართლა ეპიკური პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, ეს არ არის შეგუება. უბრალოდ ქართული საზოგადოება ელოდება იმ მომენტს და მათ შორის შესაძლოა ეს დასკვნაც არის ის მომენტი, სანქცირებების ახალი ტალღაც არის ეს მომენტი, როდესაც იგრძნობს, რომ ახლა მისი მონაწილეობის გარეშე უკვე აღარაფერი არ გამოვა და მასობრიობას აი ესეც განაპირობებს. ეს არის ახლა მთავარი ამბავი და შუა გზაზე საუბარი იმაზე, რომ მოდი ახლა რაღაცა ხო არ გვემსჯელა, ხალხო იქნებ რაღაცა კეთილი სურვილები ჩემი შეისმინოთ. შეუძლებელი არის, რომ დიქტატორმა ივანიშვილმა ეხლა თქვას რომ ეხლაღა ნახე გურამ როგავა როგორ უცემია და ხალხო როგორ ეხლა ამაში მე ვეღარ მივიღებ მონაწილეობა მოდი სამართლიანი არჩევნები ძალის ხმა ესმით მხოლოდ ეს ძალა არის ერთის მხრივ საერთაშორისო საზოგადოების სულ უფრო და უფრო მეტად გაძლიერებული პრესინგი და რა თქმა უნდა ძირითადი მონაწილე მთელი ამ ამბების თქვენგან ეს ბევრი მომისმენია სხვა პოლიტიკოსების მხრიდან უსაფუძვლო მოლოდინების ასე ვთქვათ აღძვრის არაეფექტურობის შესახებ იმედია აი ამ მოლოდინებს რომელსაც თქვენ ახლა ისაუბრეთ კონკრეტული მყარი რეალური საფუძველი აქვს გულისხმობ რამდენიმე თვეში მასშტაბურ აქციებს რაც გახდება ქართული ოცნებისთვის ოცნებაზე ეს აქციები უფრო ადრე ვიდრე რამდენიმე თვე არის და ჩვენ ამას ვნახავთ ახლა და რა თქმა უნდა ახლა არ იქნება პირველივე აქცია ყველაზე უფრო დიდი ხო როგორც ანუ ემზადებით როგორც ჩანს აქციების ახალი ტალღისთვის რა თქმა უნდა და მინდა ერთი რამე გავიცნო ზვიად გამსახურდია წინააღმდეგობის მოძრაობაც იყო დამყარებული ხალხის ძალაზე მაშინაც ყველა ამბობდა რომ ესენი გიჟები არიან კაცო საბჭოთა კავშირს ვინ მოერევა თითო კაცზე თითო ავტომატი აქვს იმას რა ქვია კომუნისტურ პარტიას და უცებ აღმოჩნდა რომ აი ეს ავტომატები არაფრად აღარ გადაიქცნენ. იმიტომ რომ სოციალურ საყრდენებს როცა კარგავს ხელისუფლება იმას ვერაფერი ვერ შველის. 2003 წელს იგივე ვითარება იყო. თითქოს როგორ უნდა მორეოდი ახლა შევარდნაძის ხელისუფლებას, მაგრამ აი ეს ხალხმა რომელიც დაიძრა მთელი ქვეყნიდან ეს ცვლილებები გამოიწვია. ახლაც არის ეს ვითარება და ჩვენ ოღონდ ამ გზაზე არ უნდა იყოს სულმოკლეობა, არ უნდა იყოს რაღაცა სურვილი რომ მოდი ახლა იქებ დაველაპარაკო და მცირე რაღაც მაინც გამოგლიჯოთ როგორც იყო აი ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რომ ეგებ სადღაც მაინც 1-2 კაცი ყავდეს თითქოს ამას მნიშვნელობა აქვს დიქტატურაში იმაში ზუგდიდი საკრებულოში ერთი კაცი ყავს თუ არა ყავს ძირითადი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ და თუ რამის წამს ახლა სიმართლე გითხრათ წამს სწორედ იმის რომ არავინ არ შეეგუება იმას რომ პროირანული იყოს საქართველოს ბოცვანას ლიდერებს ხვდებოდეს და აგინებდეს დღედაღამ საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას და სტრატეგიულ თანამშრომლობას. ანუ მივიღოთ ეს განცხადება როგორც ერთგვარი ანონსი, რომ ოპოზიციური ალიანსი მასშტაბური პერმანენტული აქციების ახალი ეტაპისთვის ემზადება. განუყრელი და მთავარი ნაწილი იქნება სწორედ
აქციები. თუმცა ამავე დროს პარალელურად აი ეს მოძრაობა, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე იყო გამოხატული იმ 4 ძირითადი მიმართულებით, რომელმაც უნდა მოახდინოს შემდგომ იმპლემენტაცია აი დასკვნის, რომელიც არის EUTOS მიერ გამოქვეყნებული და ქმედებებზე უნდა გადავიდეს, ეს იქნება უდიდესი და განსაზღვრელი მნიშვნელობის, ისევე როგორც სანქციების ახალი ტალღა, რომელიც ელოდება მცირე ხანში ქართულ ოცნებას. მადლობა, ნუგზარ ციკლაურის კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, შეკრებილები იყვნენ და მათ შორის საქართველოს საკითხზეც მსჯელობდნენ. განცხადებები გაკეთდა ძირითადად სწორედ აი ამ მინისტერიალის დაწყებამდე, საკმაოდ უმეტესობა მძიმე შეფასებები მოვისმინეთ გარდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა. ბატონო გზარ, მადლობა, შეგიძლიათ ოღონდ კამერის უკან რომ გაბრძანდეთ, დავიმშვიდობები კიდევ ერთხელ სტუმარს და ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა რეალურად რა განცხადებები იქნება, რა გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ისაუბრა, რომ ასე ვთქვათ, მინისტრები, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს აი ამ გადაწყვეტილების გადავადება რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია მათ შორის ევროკომისიასთან შეთანხმებულ პოლიტიკას ან შესაძლებელია უბრალოდ აი ამ გლობალური გამოწვევების ფონზე რეალურად არ ვიცი, დრო არ დარჩათ საქართველოზე სასაუბროთ, ან ელოდებოდნენ ჯერ კიდევ ბოლომდე და ვერ მოუსწროთ ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ მოსკოვის მექანიზმთან საბოლოო რეაგირების თაობაზე. ელგუჯა ხოკრიშვილი დიპლომატი გვერდდება, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი თქვენ უფრო გარკვეული ხართ რეალურად აი ამ საკითხებში, ვგულისხმობ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. თქვენ თუ გქონდათ მოლოდინი, რომ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში სწორედ დღეს იქნებოდა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამას წინ უძღოდა უკვე 6 მარტიდან დიპლომატიური პასპორტებისთვის აკრძალვის ძალაში შესვლა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მე არ გქონია მოლოდინი და არც არავის არ გქონია მოლოდინი, რომ დღეს აუცილებლად გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა, რადგანაც გამომდინარე იქიდან, რომ ის წესრიგი ამ დღევანდელი შეხვედრის უფრო ადრე შედგა და საქართველოს საკითხი მოკლევადიანად რამოდენიმე დღის წინ დაემატა, როდესაც EUTOS მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გამოქვეყნდა და შემდეგ უკვე ამ 24 სახელმწიფომ მოითხოვა იქ მითითებული რეკომენდაციების შესრულება. ეს საკითხი დაამატეს, ანუ არსებობს ეს მექანიზმი, რომ დღის წესრიგში დაემატოს კიდე საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ არის, კონსულტაციისთვის და ასე ვთქვათ, არაფორმალური განხილვისთვის, რომელიც შემდეგ იქნება ერთგვარი წინაპირობა შემდგომ დღის წესრიგში, რომ მოხდება საკითხი, მაგრამ მოკლედ რო შევაფასო, ხომ, ანუ დღეს თუნდაც არაფორმალური განხილვა, ანუ საქართველოს ამ მსჯელობა, ეს არის ანუ კულმინაცია აი მოვლენების ჯაჭვის, რაც მანამდე იყო, ხომ, ანუ მანამდე იყო ევროპარლამენტის უპრეცედენტო რეზოლუცია, ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა 37 მისცა წინააღმდეგი ხმა, შემდეგ დაიდო ეს ძალიან მნიშვნელოვანი EUTOS მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, ანუ მიუკერძოებელი ფაქტების დამდგენი თვითონ ექსპერტების ანგარიში, რომელსაც აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური ბაზა შემდეგი ქმედებებისთვის, ანუ ამ წევრი ქვეყნებისთვის. ნუ მათ შორის არც ერთი დემოკრატიული თუ ევროპული ქვეყანა, ანუ ამ ანგარიშის მიუკერძოებელობას არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მათთვის ეს იქნება ამოსავალი წერტილი. შემდგომი ნაბიჯები, რომ თუმცა ქართულმა ოცნებამ როგორც ვნახეთ, ხომ, ბატონო ელგუჯა, არათუ
ობიექტურობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირდაპირ თქვეს, რომ მათთვის აი ამ ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს და არც არაფრის გათვალისწინებას და მით უფრო შესრულებას არ აპირებენ. აი როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნების აი ამ საბოლოო პასუხის შემდეგ შეიცვლება თუ არა ევროკავშირის ქვეყნების და კიდევ უფრო გამოწვავდება თუ არა ის შესაძლო სასანქციო ღონისძიებები, რომელიც შეიძლება ევროკომისიამ, ევროპის საბჭომ საქართველოსთან მიმართებით მიიღოს. ანუ თუ მაგალითად დიპლომატიური პასპორტებისთვის შეზღუდვის ამოქმედებიდან მთლიანად უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე არსებობდა რაღაცა გარდამავალი ხომ ტიპის ღონისძიებები, შესაძლებელია ამას აღარც დაელოდონ და პირდაპირ საკმაოდ მწვავე გადაწყვეტილებაზე გადავიდნენ? შესაძლებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა, ეს განცხადებები ყოველ შემთხვევაში მე ესე ვკითხულობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ისინი ხაზს უსმევენ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 80% მხარჯერთ ევროინტეგრაციას. ოღონდ საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შესაბამისი დემოკრატიული მმართველობითი სისტემით და ინსტიტუტებით, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იძლევა საშუალებებს, რომ მაგალითად ისეთი მექანიზმები ამოქმედონ, როგორც არის პერსონალური სანქციები, მაგალითად ის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივებს შეეხოთ ეს სანქციები. ხო, ამიტომ აქედან გამომდინარე, როგორც კიდე თავი ესე ვთქვათ, განცხადებები გააკეთონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და თავი დაიმშვიდონ, ხო? მათ ზუსტად იციან, რომ ორ ცეცხლშუა არიან, ორი გამოსავალია. ერთი ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მითითებული ამ ანგარიში, უნდა შეასრულონ. და თუ არ შეასრულებენ, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას და პლუს იმ პერსონალური სანქციების ამოქმედებას, ხო? შემდეგი პოლიტიკური კალენდარი რომ წარმოიდგინოთ, ხო, ამით ხომ არ თავდება, თვის ბოლოს არის შემდეგ, ევროპული საბჭოს პირველი პირების შეკრება, შემდეგ ევროპის პარლამენტში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა კომიტეტში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საქართველოს ანგარიში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში არის უმაღლესი კომისრის ანგარიშის მოსმენა დაგეგმილი, ასევე არის თქვათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შემდეგ დებატები და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკური კალენდარი ეგრეთ წოდებული, ერთი რამე ავიწყდება, ხომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ისინი უყურებენ, ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა, რაღაც რა თქმა უნდა ნაწილობრივ ტრანსაქციული გახდა ურთიერთობა ქვეყნებს შორის, ყოველ შემთხვევაში აი ამ დინამიკის პროცესია, ხო? საქართველოს ვერ მოიქცევა ისე, როგორც მაგალითად რო არ დავასახელებ კონკრეტულად სახელები, ხო, ქვეყნების, თქვათ, აი შუა აზიის, რადგანაც ეს შუა დერეფანი ეგრეთ წოდებული მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ხო? ენერგია, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო აზერბაიჯანში, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ეს ენერგომატარებლების ტრანზიტი და ასე შემდეგ. უბრალოდ იმ ქვეყნებს გაცხადებული ევროკავშირის წევრობა არ აქვს და საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში წერდა, რომ ყველა მთავრობა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს, რომ ეს დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს, რომელიც საჭირო არის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის გარდა 80% მოსახლეობის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ხო? ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულება და მოხმარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასევე ხელშეკრულება დადებული, რომლითაც მას ვალდებულებები აქვს და პლუს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომელიც ასევე ამ ვალდებულებების ნაწილში არის. რა თქმა უნდა, ეს სიკეთე არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ
ამავე დროს არის ეს ვალდებულება, ხო? ამიტომ და ნუ კანდიდატის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი აქვს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში ეს რაღაც მათ წარმოსახვაში არსებულია ეს ურთიერთობა ევროკავშირთან და თუნდაც ამ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ვერ განხორციელდება, ეს არის სრული ილუზია. აქედან გამომდინარე ამ ვალდებულებებს, რომელიც არის ამ ევროკავშირთან დადებული, რა თქმა უნდა, შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს. და ამიტომ ეს მექანიზმიც ხელმომწერია, ხო? ქვეყანა ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების. ამიტომ ეს მექანიზმები, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა, ჩვენ ვისურვებთ საქართველოს მოქალაქეები და თუნდაც ის 150 ადამიანი, რომელიც სინდის და პოლიტიკური პატიმარია, რომელიც ამ ანგარიშია მითითებული და ასევე ის რეპრესიები, რომლებიც წამებასთან გათანაბრებულია და რომლის გამოძიებასაც ითხოვს ეს ანგარიში, ხომ? და ასევე ის, რომ ამ პლურალისტული სივრცე მთლიანად იკეტება ქვეყანაში და ეს რუსული ტიპის რეპრესიული კანონები უკან უნდა წაიღონ, ხომ? ამ ყველაფერს მოყვება, რა თქმა უნდა, თავისი შედეგები და ეს შედეგები ეხლა უკვე ვიხილავთ, რომ დაჩქარდება და მე არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე იქნება თუნდაც ამ კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციები, ყოველ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ქვეყნებისგან და ასევე შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეები იყვნენ ამ წამებასთან გათანაბრებულ ძალადობაში, ხო? კი ბატონო, თუმცა ქვეყნისთვისაც შეიძლება ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდეს ეს პროცესი. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, რა მძიმე ეკონომიკური ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის აი მოსკოვის მექანიზმის სრულფასოვნად ამოქმედება. თუ კი ის გათვალისწინებული იქნება, რა ვიცი, ეუთოს წევრი ქვეყნების მიმართ, ხელმომწერების ყოველ შემთხვევაში. ქართული ოცნების ქმედებამ უკვე მოუტანა ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები და მძიმე დანაკარგები, თუნდაც ამ კეთილდღეობის კუთხით ყველა ჩვენს მოქალაქეს. ხომ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ გადადგმული იყო ის ნაბიჯები, ის დემოკრატიული რეფორმები, განხორციელებული იყო და ის სიკეთეები მიგვეღო როგორც კანდიდატის წევრი სტატუსის მქონე ქვეყანას, ხომ? მათ შორის მოლდოვის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, ხომ? მაგ არის მილიარდობით ინვესტიციაზე და ასევე ძალიან ბევრ სიკეთეზე, ხომ? ეს იგივე როუმინგის სივრცე, სადაც ამ ჩვენ მოქალაქეებს შეძლოთ ფულის დაზოგვა და ასე შემდეგ, ყველა სიკეთე რომ არ ჩამოთვალო. ეს უკვე ქვეყანას მიადგა ეს ზარალი, ხომ? მარტო ქვეყანას არა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა დაიკარგა ამით, მაგრამ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებით, ეს ანგარიში უბრალოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბაზას ქმნის, რომ თვითონ მონაწილე პირების, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. აქ ეკონომიკური კუთხით თუ გულისხმობთ, ხო, ქვეყანამ უკვე ეკონომიკური ზარალი მიიღო, ქართული ოცნების პირობებში, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის მთლიანად, ევროკავშირის ბაზართან რაც წლების განმავლობაში მიდიოდა ინტეგრაცია, ამ ინტეგრაციის შეჩერება და რაღაც რუსულ ეკონომიკაზე და რაღაც რუხი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდა, ხომ? უკვე მოწყვლადი გახდა ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ამაზე მეტ დანაკარგს ვერანაირად ვეღარ მიიღებს. აი, იყო საუბარი რისკებს შორის იყო საუბარი, რომ შესაძლებელია ასოცირების ხელშეკრულება გაუქმდეს, შესაძლებელია კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვას, ახლა აი როგორც რამდენად რეალისტური არის ასეთი მოლოდინების აღძვრა, რომ დიდი ხანია, ხომ? ეს რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს როგორც ესეთი ერთ-ერთი შესაძლო
ოპცია, ანუ ეს მანამდეც განიხილებოდა, იმიტომ მანამდე ვნახეთ იყო ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თუ там პირველი პირების შეხვედრა, ანუ წინა თვეებში, წინა წელს და ეს ოპციები სულ მაგიდაზე იდო. მაგრამ ყოველთვის გვესმოდა ჩვენ შემდეგ განცხადება თუნდაც ჩვენი ამ პარტნიორი ქვეყნების, რომ მათ არ უნდათ რომ რაღაცნაირად საქართველოს მოქალაქეებს მიადგეთ ეს ზიანი. აქედან გამომდინარე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ თუნდაც ეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებზე, ანუ შეჩერება საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელებული იყო, ხომ? რა თქმა უნდა, ანუ ასოცირების ხელშეკრულებით და რომლის ნაწილიც არის ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხომ? ვალდებულებები აქვს ქვეყანას აღებული და ეს ვალდებულებები, რა თქმა უნდა, არ სრულდება და ანუ ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად ევროკავშირი, რომ ეს იყოს, ასე ვთქვათ, ბოლო ოპცია და მანამდე მაქსიმალურად ანუ გამოიყენოს სხვა საშუალებები, რომ არ მოხდეს თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებიდან გარკვეული პუნქტების შეჩერება და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ველოდები, რომ ანუ შემდეგ თვეებში მაგალითად გადაიხდება ეს საკითხები და ანუ დადგება ის, რომ გარკვეული მუხლები ასოცირების ხელშეკრულებაში ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეჩერდეს. ანუ მე უფრო ვფიქრობ, რომ ამოქმედება უფრო ის მექანიზმები, რომლებიც თქვათ ეს პერსონალურ სანქციების მიმართულებით და რომელიც აქტივებს შეეხება. მადლობა. ელგუჯა ხოკრეშვილს დიპლომატი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს პოლიტიკა ნიუსის ეთერში გადაცემაში საქმე დროებით.